დასაწყისში ხარ. Აი ეს ბარბერშოპი, ბაზრები და ეს დებატები, კოუჩი ვინ არის, ესმის, აი ცოტა როგორ რაღაცას მაგონებს, იცი? მეტალის გულშემატკივარი, ვისაც მეტალი ევასება მუსიკაში რა. რეგულარული შეჯამება რო გავაკეთოთ რა, ვინ იყოს სიურპრიზები, რა სიურპრიზები იყო შენთვის და ასე შემდეგ რა. ხო, მოვიაროთ ყველა. რეგულარულად და შემდეგ გადავიდეთ პლეიოფზე. Ustoni დავიწყოთ ალბათ. იმედი გაცხოვ. ვარდება რა ეს ნიუ-იორკი. გამოიგირეს ნიუ-იორკი, არ არის შანსი, არ არის რაღაცა. სამი აჭედა. გამოაგდეს ეგრევე და როგორ მოუგეს კინახე და დღეს 2026 წლის მაისის პირველი რიცხვია. ეს საკალათბურთო პოდკასტი 48 წუთია. მე ზაზავა რადეიშვილი, გამარჯობათ. კალათბურთი ფეხბურთთან ერთად დედამიწის ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა და კალათბურთს 100,000-ობით პროფესიონალი თამაშობს, წვრთნის, ასევე 1000-ობით ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, ფუნქციონერია ჩართული ამ საქმეში, მაგრამ ამაზე ერთად აღებული 1000-ჯერ მეტია, ბევრად მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომელსაც ქვია კალათბურთის გულშემატკივარი, მოყვარული ქომაგი. სწორედ ამ მრავალრიცხოვანი არმიის წარმომადგენელი გვეყოლება დღეს სტუმრად. 48 წუთის სტუმარია. ჭაბუკობაში იმედის მომცემი ფეხბურთელი, ცნობილი მსახიობი და ქართული კალათბურთის თემა იცის, კალათბურთის დიდი მოყვარული, კარგი მცოდნე და გურმანი ილო ბეროშვილი. მოგესალმებით. როგორ ხართ? აქ დავსდა თუ მოგესალმებით თქვენს და მივესალმებით თქვენს მაყურებელსაც და ერთი ძალიან მაგარი ამბავია, ზოგადად უნდა თქვა აუცილებლად, რომ ქართულ კალათბურთზე და ზოგადად კალათბურთზე პოდკასტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. ყველანაირად კარგია, ხო, ამას უყურებენ რეგიონებშიც ბავშვები და ვით უმეტეს, როცა განიხილოთ საქართველოს ჩემპიონატი განვიხილოთ, გინდა ნაკრების თამაში განვიხილოთ, გინდა NBA და გინდა ევროპული კალათბურთი, ანუ ძალიან სასარგებლო ამბავია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მიაქცევენ კომპანიები ყურადღებას ამას და რაღაცნაირად ხარს დაუჭერენ, იმიტომ რომ თუ აი რაგბი რო ავიღოთ, თავის დროს ხო გვახსოვს რაგბი როგორ მდგომარეობაში იყო არა, ტიპებს არ ქონდათ, აი ამ ხელა ადგილი ქონდათ ლამის სავარშო, ჩვენ რო ბავშვები თამაშობდით ფეხბურთს, ნაკრების ხალხი იქით ასფალტზე ვარჯიშობდნენ და რაღაც, მაგრამ როდესაც გამოჩნდა ხალხი, ვინც რაღაცნაირად გულშემატკივრა ამ სფეროს ბიზნესმენები, არაბიზნესმენები, კომპანიები, ესენი ისინი რაღაცა ფეხზე წამოდგა და კალათბურთსაც კი რაღაცები იხოდება, მომწონს, კაია, მაგრამ აი ასეთი პოდკასტებიც მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად ამაღლდეს თან დონეც თამაშების აღქმის, ანალიზის და ასე შემდეგ და რაღაცა ასწორებს რა. წეგან ჩვენი სტუმარი წარმოადგინე როგორც კალათბურთის გულშემატკივარი, მაგრამ ჩვენს გამომწერებს და მსმენელებს ვეტყვი იმას, რომ პოდკასტის ჩაწერამდე რამდენიმე წუთიანმა საუბარმა დამარწმუნა იმაში, რომ ილოს ბარეორ საკალათბურთო ანალიტიკოსზე და ბარეორ NBA-ის ინსაიდერს შეუძლია მიცეს ფორა კალათბურთის ცოდნაში. ხო და ესე იგი, აი ეს ფეხბურთელი ბიჭი ყვაწვილკაცობაში, ესეთი ცნობილი, დატვირთული, გადატვირთული მსახიობი, ესე ვთქვათ, და ტელესახე, ტელესივრცეში ალბათ ყველაზე ცნობადი სახე. აი ეს კალათბურთთან ესეთი სიყვარული, მეგობრობა და ცოდნა, სიდან ამხელა ამბიცია. სიდან და მოკლედ თავის დროზე მე უფრო ფეხბურთს უყურებდი, კალათბურთს, ნუ აი მაიკლ ჯორდანი მაშინაც ძალიან მომწონდა, იმიტომ რომ რაღაცა მაგია რო დაყვებოდა და ეს აურა რო AR ჯორდანი და აი რო ჩიკაგო ბულსი და რომ ინდის და თან მაშინ რა იყო ეხა ხო? კევებში და რაღაცებში თუ ნახულობდი რაღაცა ტურბო და დონალდი და რაღაცა ეგეთები იყო და აი რაღაცა პატარა პოსტერი თუ იქნებოდა კარდი ან რაღაცა გვიხარდა ხოლმე და რაღაცა მაგია მაგიმასაც ქონდა, იმიტომ რომ თითქოს აი ძალიან შორს იყო და ხელშეუხებელი და რა ოლიმპოს ღმერთივით იყო რა, ეგ მოქმედებს რაღაცნაირად რა ადამიანებზე. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს ჩავთოთ გამეორებით უყუროთ, გადახვევით უყუროთ, ესქნაირ მაშინ იყო ის ნახავდი და მორჩებოდა ეგ ამბავი რა. ამიტომ ხო რაღაცნაირად თავისი მაგია მაგას აქვს. მაშინაც მომწონდა, მაგრამ იმასთან შედარებით ეხლა როგორც რა თქმა უნდა არა, ანუ არ უყურებდი ხოლმე ისე ხშირად და აი, როდესაც მაშინ ფეხბურთზე ვიყავი ძალიან კონცენტრირებული და
მე ესე ყოველთვის ძალიან დიდი იმით ვიყავი კალათბურთის მიმართ რა, მაგრამ მე ეგრე ვარ ხოლმე რაღაცა რომ ერთს ძალიან თუ შემიყვარდება რაღაც ის იმხელა იმას იპყრობს შემშილო რაღაც. აი რომ შევეშვი ფეხბურთს რა. აი მე დაიწყო რაღაცნაირად ჯერ რაღაც ჰაილაითებმა დამაინტერესა, ოღონდ საიდან დაიწყო? ზაზა ფაჩული რომ გოლდენში თამაშობდა 2017-დან დაიწყე რა, მე ესე აქტიურად ძალიან რა. უფრო ზაზას გამო რომ ანუ სასტარტოშია ტიპი და ქართველია და NBA-ში შეიძლება ბეჭედი მოიგოს ისე როგორც სასტარტომ, ანუ რაღაცა მაგას ახლა სპორტსმენი თუ ხარ, რომელიც ისიც არ უნდა იყოს სპორტის თავი ახლა ყველა დროის საუკეთესო გუნდში და უყურებდი მოკლედ რა და დავიწყე მაქედან, მე გოლდენის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყავი იქიდან. Ну, Стефსეს რა თქმა უნდა, ყოველთვის გიждდებოდი, მაგრამ ძალიან მაგარია. Стефის, დრეიმონდი, კეიდი ხო, ну, კეიდის გულშემატკივარი. მაქედან შემიყვარდა კეიდი. მე რა თქმა უნდა, უკან არის ხუთი იმდენი თამაში ვნახე, რომელიც სულ დღემდე ნანოფრო, აი როგორც ეხლა ენტონი ედვარდსი იქნება ჩემი შემდეგი ფავორიტი რა. ანუ ერთი პენსიაზე უნდა გაუშვო, იმიტომ რომ ორს ერთად ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ აი იმიტომ რომ კავაი მყავდა და კეიდი რა, პირველი კეიდი, მე კავაიც ძალიან მიყვარს და ეხლა ვამზადებ იმას რა, სამეფო ტახტი უნდა დაუთმოთ ახალგაზრდა ენტმეს, ვისი გოუთიც არის კეიდის ხო? ამერიკელებს მაგის იმედი. თან ეხლა მე რატო მომწონს ენტი, ანუ ენტი არის თითქოს შექმნილი, აი მართლა იმისთვის რომ მე ძალიან მევასებოდეს და რატო? იმიტომ რომ ჯორდანთან პარალელები, ანუ მისი ატლეტიზმი, სახეს მის ხასიათიც, აი ახალგაზრდა ჯორდანი რომ მახსოვსოთ რაღაცა. გამომეტყველებას ეგეთი ათლეტურობა, სტილიც ძალიან მომწონს მისი თამაშის, მე ძალიან მიყვარს two-way მოთამაშეები, ძალიან მეჭირს, აი თუ რაღაცა ნიკოლა იოკიჩი არიან, კაირი ირვინგიან, რაღაცა ძალიან დიდი ტალანტი შეტევაში, ხო, არ შემილია თუ არ შემიძლია დაწვეს თუ არ თან, ხო, აი ვერ ვგულს რა, რომ ჩემს საყვარელ მოთამაშეს თუ დავინახავ, რომ დაცვაში ანუ ტიპი დგას, მინუსია და მთელი გუნდის სკაუტ რეპორტი იმაზეა, რომ შეუტიეთ ტიპს, ანუ მიჭირს რა, ანუ რითი უნდა დამიბალანსო ეგ. ეხლა აი ნახე თუ ეგეთი მოთამაშე ხო რომელიც დაცვას ვერ თამაშობ, უბრალოდ დადგები და რა 35 ქულას გიჩააგდები იქ, მაგრამ შეზგამო თუ დაცვაში 15 ქულა გავიდა, ეგეთი ეფექტური ხო ვეღარ იქნება რა. მაჩები დადგება შენზე და ძალიან დიდი მინუსი. აი მერე უკვე ამ გოლდენის მერე და კეიდის გულშემატკივარი გავხდი რა ძალიან გული დამწყდა რომ ის მოხდა რაც მოხდა დრეიმონ გრინთან და რაღაცა და მერე გავუყევი. აი ეგეთმა დებატ შოუებმა როგორც არის first take, undisputed თავის დროზე და რაღაცეები ეხა მე მარაზმებად არ შემილია მაგათი ყურება ისეთ ისროლებს ლაპარაკობენ, მაგრამ როცა დასაწყისში ხარ, აი ეს ბარბერშოპი ბაზრები და ეს დებატები, გოუთი ვინ არის, ვინ არის, ვინ არის, გესმის? აი ცოტა როგორ რაღაცას მაგონებს, იცი? მეტალის გულშემატკივარი, ვისაც მეტალი ევასება მუსიკაში რა. რო უთხარო ბიჭო, რაღაც ამჟამად ამაინტერესა და აი აბა მირჩიე როგორ. აი რო დაგეტყვის ჯერო ჯონ ბონ ჯოვის მოусმინე რა. დაგაწევინებს მაქედან. ეგრევე გაგუებს ნელ-ნელა. უზუმს მოусმინე და ბლეკ მეტალის მე-7 ალბომის რაღაცა და იქით მე ტრეშ მეტალზე ანუ ეგ არის უკვე ჰარდკორი რა და თავიდან უნდა დაგაწევინა, ხო ხტები? ხო და შესაბამისად ეგეც ეგრე მგონია რომ კალათბურთშიც თავიდან ეგრე იწყებ, აი ეგეთი უფრო ზედაპირული პაპსა ნარატივებით, გასართობია დებატების მიზეზით და ასე შემდეგ, მაგრამ რაც უფრო მეტად გიყვარდება კალათბურთი და რაც უფრო მართლა თუ გაინტერესებს და არა მარტო აი ის კი არ იყოს რომ აი ვიღაცასთან Facebook-ზე შეხვიდე და აი შენ მომთამაშე ჩაიჯვა და მე ანუ თუ მანდრჩები მაქსიმუმში ბაზარი არ არის. ჯერ ეს ერთი კაცო თვითონ კალათბურთელების ტრეშტოკაობენ, ტრეშტოკობასთან არ მაქვს პრობლემა რა. ტრეშტოკობა სხვა პონტია, მაგრამ თუ ეს ტრეშტოკინგია მარტო და არანაირი ანუ თამაშის აღქმა არ არსებობს და ყველა ანუ არ არის ეგრე საინტერესო რა. მაგის ნათელი მაგალითია, მაგალითად JJ Redick ერთხელ იყო და იქ სტივენ A. Smith-ი თუ ვიღაცა იძახდა, არ მახსოვს, მე მგონი კავაიზე ან კეიდიზე ამბობდა რომ მან უნდა ასწავლოს მაყურებელს და ხალხს კალათბურთი და იმან ზემო ეს ეუბნება რომ კი მაგრამ ვალდი ის თამაშობს კალათბურთს უყურე დათქვი და ისწავლე ხა იმან ტრენინგებს ხორჩაკი და ისო რა და ნახე აი იმდენად და JJ Redick-მა მე ერთხელ ორჯერ სამჯერ ისეთი ნარატივები ჩაუხშო იქ და უთხრა რომ უბრალოდ არასერიოზულია ეს და ბოლოს მოკლედ აი ამ ნარატივების ფონზე და რაღაცა უთხრა ეგეთი რამე რომ აი მაგალითადო რა ჯორდანია გოუთიო თუ ლებრონიო ამ თემაზე რომ ტოპიკი გააკეთო თუ ან მაგალითად ნიკოლა იოკიჩმა ჩაისვარა თუ არა და ის ლეგაში რა მოხდება ამაზე 10 წუთი რაღაცა სისულელებს რომ ლაპარაკებენ ხო იქნება 2 მილიონი ნახვა მე რო გავაკეთებ ბრეიკდაუნიო იმისიო რომ ზაიონ ვილიამსი დაბლ თიმების დროს ასისტების კეთების თქვათ რა ხერხები მიმართა იმას აქვს 45000 ნახვა
თორე არის ეგრე მშვენიერი კონტენტი არის thinking basketball, აი აქედანვე გეუბნებით ვისაც არ დაგეზარებათ, არინანებთ მეგობრებო, ბენია ეგეთი ტიპი, რომელსაც ძალიან კარგი თამაშის მიმოხილვები აქვს, ძველი თამაშების, ახალი თამაშების, ყველა ინოვაცია რაც ხდება, ყველა ტენდენცია თანამედროვე და მეტიც მომავალში რა შეიძლება მოხდეს, ყველაფერი აქ იდეალურად. და რა თქმა უნდა, არ ექნება მას იმდენი ნახვები, რამდენი ნახვებიც ექნება რომელიღაცა შენო შარს, მაგრამ ბუნებრივია ეგ სიღრმის ბუნებრივია ხო? ყველასთვის არა. უბრალოდ მე წყინს ხომ ეცოდა რა, იცი გულშემატკივრებისგან რომ ნახე თუ გიყვარს კალათბურთი, მაინც გონია რომ ვერ მოისვენებ, რომ არ მოგინდეს უფრო მეტი გაიგო ამ სპორტზე რა. იმიტომ რომ აი მართლა ჭადრაკივით ამოუწურავია. ჯერეთი ათლეტიზმით და მოედანზე კიდე შეიძლება თავის პროგრამი ხო, თლად ამერიკულ ფეხბურთშიც არის, არა, მაგრამ მაინც ჭადრაკია. ანუ შეიძლება ჩემი პრობლემა ის არის, რომ გონია რომ მე როგორც მიყვარს კალათბურთი, სხვასაც ეგრე უნდა უყვარდეს და შეიძლება მე ვთხოვ რაღაცას იმას, რომ მეთქი აი ნუ დარჩები რა ამ ზედაპირზე რა, ჩაეძიე ხო, უფრო საინტერესოა. იმიტომ რომ აი ხა ადამიანები მაგალითად ხო მარტო იგებენ არასწორად რას. აი მაგალითად მე ვამბობ რომ როკეტსის სეზონზე მე ვილაპარაკოთ, მაგრამ თქვა მაგალითისთვის როკეტსის სეზონი, აი ვანოლიტი არ ყავდა, ადამსი არ ყავდა, DFS-ი ოპერაციები, გუნდის ქიმია, მაგრამ რაღაცას ვიტყვი. აუ, კეიდის რა ბიჭო, რა შუაშია გუნდი, ეს არის გუნდური სპორტი. ეს არ არის მაგ ბოქსი რა. აირონმენი, სპაიდერმენი კი არ ხდება, სტეფ კარი და ის რო იმაშრებიან, კეიდი. გუნდი ხდება გუნდს. რა თქმა უნდა. და გუნდი არის ცოცხალი ორგანიზმი, რაღაც არის ფილტრი, რაღაც არის კუჭი, რაღაც არის ის. ხო მარტო არავის არ მოუწევს. ჯორდანზე რო იციან პიპენი ყავდა და ხო იგავ მარტო ანუ ხო მარტო ხო არა. ხო ეგეთი რა მაგას ისულელენ არა. იმას ყველა შევეჩვიეთ რომ ფანების სუბიექტურები ვართ, ასე რომ ეგ გასაგებია, მაგრამ უბრალოდ მე იმიტომ კი არ ვამბობ რომ აი ისე არ გაიგონო ვინმე რომ რატო აკრიტიკებენ კი არა, ვაფშე კეიდიზი არ არის თლიანად რა, ანუ მგონია რომ კალათბურთს თუ ადამიანი პატივსცემ შედარებით კაი, რავი ხარ, შეიძლება ისეთ ადამიანთან წარიმართოს აი არგუმენტირებული საუბარი, რომელიც მარტო ჰაილაიტებს უყურებს. ანუ აი რუდი გობერის დაცვა როგორ უნდა გამოჩნდეს ჰაილაიტში. ჰაილაიტებიდან ნახო რომ რუდი გობერმა 6 ქულა ჩააგო და 3 ასისტი მისცა და ჰა ბლოკშოტი ერთი თუ ძალიან სერიაში გამოჩნდა რეალურად. ეგრეა რა, არა ჰაილაიტ ბლოკშოტები რა, ცოტა ისეთია. ხო და გამოჩნდა დენომეთან სერიაში რომ გოვერი არის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი დღეს არ ბიჭო 4 გააჩერა ფაქტი აღებული ხა დღეს კი არ გამოჩნდა დიდი ხანი გამოჩენილია მაგრამ ნუ იოკეჩო ესე მაგრამ დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ სერიოზული სტეიტმენტი გააკეთა ამ სერიით რა მარტო გობერის დამსახურება ეგ არ არის მთლიანად მინესოტას და არგი მოდი ეხლა ესე იგი ილო ჩვენ გვაქვს ესეთი ესე ვთქვათ გეგმა და ფორმატი ჩვენი პოდკასტის რომ აი 48 წუთის შემთხვევით არ აგვიღია ესე ვთქვათ სახელწოდებად ისე ვერ ვეტევით ვერასდროს და ოვერტაიმები გვჭირდება სულ და აი მეოთხედებიც დაგეგმილი გვაქვს ხოლმე ქართული კალათბურთი ნაკრები ასე ვთქვათ ჩემპიონატები ახალგაზრდები ტალანტების ძებნა და წარმოჩენა და წახალისება იგივე ევროპული კალათბურთი ევროლიგა რომლის დონე თანდათან სერიოზულად მატულობს და ასე შემდეგ და ნუ ზეპური კალათბურთი, აი კალათბურთის ჯომოლუნგმა რაც არის და მწვერვალი NBA რა თქმა უნდა, მაგრამ აი თქვენი აქ ყოფნა განაპირობებს იმას, რომ არ მიწყენენ სამამულო კალათბურთის თუ ევროპული კალათბურთის კომაგები დღეს NBA-თან იმ სტადიაზეა ეს პლეი-ოფების ხო, პიკში აი პირველი ეტაპი პლეი-ოფების უკვე დასასრულს უახლოვდება რამდენიმე გუნდი უკვე გავიდა, დახურა სერია, იქ 1-2 თამაში Game 7-ისკენ მიდის და სერიოზული პერიპეტიებია და მოდი ეს 48 წუთი და რო ვიცი რომ კიდე 1-2-3 შეიძლება 4 ოვერტაიმიც იყოს NBA-ის, იყოს წლევანდელი სეზონის და არა მარტო. მე თანახმოვარ. შო, კენჭინაღარია. მე მინდა თქვა ერთი რაღაც რა, ანუ იქ წინა გადაცემა, სადაც ირაკლი ხოშტარი უყავდა სტუმრად რა, იქ ცოტას განვიხილოთ, პროგნოზები გავაკეთეთ. პროგნოზები ცოტა ისეთი ამბავია. ხალმართლება ხარ არა, მაგრამ ჩვენ ჩემთან იყო კითხვა, რომ აი ჰიუსტონი ლეიკერს შორის რას ფიქრობ რა და ამდენად რაღაცნაირად შელახული ლეიკერსი არ მეგონა თუ ამდენს გაკაჩავდა რა, ისე ვთქვა და მე გავაკეთე პროგნოზი, რომ 70-30-ზე ჰიუსტონის სასარგებლო თქო რა. ჯერ შენი პროგნოზი არ გამყოლებული. ხო, აი მან მივალდა, მან იყო კომენტარებში ჩვენი გამომწერის ერთ-ერთის და მან თქვი, რომ თუ ლებრონი 51 წელსაკში მაგას გადაახავს, ხელებს აუწევ თქო და მან იყო კომენტარი რომ ხელებაწეული დაიწყო 3-0-ზე ზმაო გადაცემაო და მე არ გავუსრულებ იმედებს მაინც ჩვენ გამოსცეთ მაინც ხელებაწეული ვიქნები იმიტომ რომ
უკვე LeBron-ს ძალიან დიდი პატივისცემა მაგ ამბავში, რომ აქ მიიყვანა საქმე რა და ძალიან დიდი დამსახურება LeBron-ს ხელები აუწიეს მაულ, მაგრამ მე მგონი დაწევაც ჩემი პროგნოზი გახსოვს მაგ, მე ვთქვი რომ გასვიპავდა ჰიუსტონი. ჩემი პროგნოზი ეგ იყო რეალურად. ანუ ფაქტია რომ ჰიუსტონს თუ ვინმე იტყოდა რომ გასვიპავდა, ანუ ჰიუსტონისკენ უფრო იტყოდა, რომ ეხლა ეგ ლოგიკური იყო. მაგრამ მაგ შედეგებს თქვენ დევდით უკვე. მაგრამ მაგას არ ვიცოდი რომ კეიდი არის. კეიდის ტრაუმა. ხო, აბა მაშინ სხვა მოცემულობა იყო. თუ ვინმე იტყვის რომ იმ ერთი თამაშით როცა თან ფეხი ისინი გადაყოლოდა. ვერ იყო რა. ეგ მე იმის თქმა არ მინდა რომ იმიტომ ითამაშა ცუდად რომ მარტო ფეხის ბრალი არა ფეხთან ერთად ლეიკერსმა რეგულარულად მას ძალიან აგრესიული დაბლთიმები გაუგზავნა და შესაძლოა ეგ ამბავი მოსაგვარებელი გქონდათ რა თუმცა ჩემი აზრით ეგ დალაგებადი ამბავი იყო იმიტომ რომ ჯერ ერთი არ იყო ჯანმრთელი იმიტომ რომ მოძრაობაზე მოტორიკა ის რაღაცა და მაინც გარისკეს რა უბრალოდ ეხა მე მაგას კოჭიც რომ მიემატა ეხა უკვე მართლმფრთხილად არის იმიტომ რომ არ უნდა რომ ალბათ რა ვიცი ეხა ამდენი წელი კიდე 3 წელი შეუძლია ითამაშოს და გოლდენში რო იჩქარა კი გაიწვიდა აქილევსი და ანუ რა არის იცი რომ სხვა ის იქნებოდა ხო იმიტომ რომ იგივეა რომ აი LeBron-ს ეხა ერთამაშა ერთი თამაში მხოლოდ და ეთამაშა ის თამაში რომელშიც 8 დაკარგვა ქონდა 10 ქულა ქონდა რა გეიმ 4-ში თუ არ ვწდები და მე რო დაგვისვნა რომ აუ არა ბიჭო ეგ თუ არის უარესია გუნდი თუ რა უარესია დიდ მოთამაშეებს შეიძლება ერთი თუ თამაში ქონდეს პლეიოფში მე 2 ქონდეს ძალიან კარგი და ან მესამე ზოგადად პლეიოფი დიდი მოთამაშეებისთვის არის არ შეიძლება ეგრე რომ აი რახან კეიდი ახლა სულ ითამაშეს გუნდებმა 5 თამაში ან 5 თამაში და ტიპმა ითამაშა 1 თამაში სადაც მე-4-დი 7 წუთი როგორ არის კიდევ კოჭის რამაც მიიღო და როგორ დავადგინო ახლა როგორ თქვა რომ ანუ აი ცოტა ვერ ხვდები მაგას რა ამიტომ მაგრამ მიუხედავად კეიდის არგუმენტაზეც აი შეფასებას პროგნოზი მე ესეთია რა თქმა უნდა მე ისედაც აი ამ მთელი ამ საპლეიოფო 6-ეულიდან ყველასთან თვლიდი რომ უკვე ანდერდოგები ვიყავით იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრამა მქონდა და ეგრეთ და არც ტრეიდები არ გააკეთეს იმიტომ რომ უფრო მეტი აქცენტი გააკეთეს დეველოპმენტზე მაგრამ ჩემი იმითაც სულ რო კეიდი არ ყოფილიყო ამ ლეიკერს ჰიუსტონმა უნდა მოუგოს ეგრეც იქნებოდა მაგრამ აი ეს გამოუცდელობა და ადრე LeBron-ს თავის პოდკასტში აი ნასაუბრები აქვს Steve Nash-თან რამხელა მნიშვნელობა აქვს პლეიოფში IQ-ს რა უდიდესი გამოცდილება უდიდესი იმიტომ რომ რაც მან მოახერხეს ახლა ამათ თავისი ახალგაზრდული ასაკით კი ყველას მოსვლია აიზიე ტომას და ტრეჯიკ ჯონსონებს და იმებს მოსვლიათ ახლა 1000 რაღაც მაგრამ აი 6 ქულას რო იგებ 25 წამი რო გადარჩენილი და უთი რო შენია და ერთადერთი რაც გევალება რომ უბრალოდ გადაიტანო რომ ფოლის აღება მოუწევთ იმიტომ რომ ორი პოზიციის თამაში გვერდზე თქმა და ჯარიმდნენ უეჭველი ეგრევე მისცა რა კი ვიღაცა შეუძლია თქვა რომ მწნელის ბრალია იმიტომ რომ აიღო ტაიმაუტი და ეთქვა ამენ შენ წამოიყენ რით შენ წამოიყენ მაგრამ აი და მე კაი ჩაგიგდო და მე ერთი შეცდომა ხო ეგ იყო რომელიც იშვიათი შეცდომა ამას მოყვა მეორე კიდე იშვიათი შეცდომა და უაზრო ჯარი მაიღეს მარკუს სმარტმა ჯეშან ტეიტმა სამივე ჩააგდო და მე კი ვიცით როგორ გაგზავნა მილიონიდან ერთი შანსი ვერ მასაკნეს გაანიავეს ანუ ძალიან დიდი აი ამაზე მეტი უკეთესი შანსი გუნდი ვერ მიიღებს იმის რა ხო და ეხლა წესით იქნებოდა 3-2 თუმცა და სახში თამაშობდა მე-6 და სახში იქნებოდა მე-6 თამაში ამიტომ კალათბურთია მნიშვნელობა აქვს ბევრ რაღაცას მაგრამ ნახეთ მაინც მიუხედავად ამ ფაქტორებისა როცა არ არის ლუკა დონჩიჩი რომელიც მარტო ლუკა რამდენი რაღაცა ერთად და არ არის ოსტინ რივსი და LeBron 41 წლის არის, როცა შენ გუნდში Houston Rockets-ში 4 ტიპი, ტოპ 4 პიკი ყავს ბოლო წლების. ტანკაუდი 4 წელი და ესენი მოიყვანენ და 4 ეგეთი ტიპი ყავს თავისი შენ გუნდს, რომელიც ორჯერ უკვე All-Star-ია, ხო? და ყავს იქით უკვე ამენ ტომსონი, რომელიც ასევე All-Star-ის დონედებს და საერთოდ მისი რომ ნახოთ იმპექტი რამხელა, ანუ მოედანზე ამენ ტომსონით როგორი net rating-ი არის და მოედნის გარეშე, არის აი რა ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე იმპექტულ ტიპი არის. ხო და იქით რაღაცა რიჩ შეპარდის ტოპ 3 პიკია. შენ გუნი აი გაარტყეს რა მართლა ეხა ოკლაჰომას მაგრა ხე მე-16 იყოთ პროგრესად და დაითრიეს, ხო? ამიტომ ჯაბარის სმიტი ხო, ტარისონიც ეხა დაასოლიდური მოთამაშე არა, იქ რაღაცა და ჯაბარის სმიტი ხო საერთოდ ეხა ისიც და ჯაბარის ბოლო თამაში ქონა სასწაული. ამიტომ როგორი რაღაცა იცი რომ ყველანაირად აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე. და მესმის რომ ნერვიულობა, მესმის გამოუცდელობა და ამასაც შეიძლება დაბრალდეს ეს მაგრამ მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ რითი რომ აი ამ 3-0-ს ისი არ შეხედეს რომ უარესად არ აილეწნენ უფრო მაგ დროს ხო იცი გასახდელში ჭუბებია იმას ყველა ერთმანეთს აბრალებს რაღაცა გისმის და
ეგ რო არ მოხდა, მე ძალიან מחარებს და კიდე ერთი რაღაცა რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. იმ ამბის მერე როცა რიჩ შეპარტმა ბოლო წამს დაკარგა ის სამი ქულაზე რომ მოდით ლებრონმა რო ხელი წაუკრა. ამის მერე კიდე უდოკამ რო ადგა და მაინც აი ამ ბოლო თამაში, სადაც კინაღამ იგივე მოხდა, იმიტომ რომ 11-1 გაქცევა გააკეთა ლეიკერსმა და მაკეთკენ მიდიოდა ყველაფერი, ანუ 13 ქულიანი სხვაობიდან, როცა 4 წუთი იყო დარჩენილი, გაანიავეს და 11-1 გაქცევა გააკეთებინეს, ძირითადად ლებრონმა გააკეთა ეგ გაქცევა რა. და ამის და თან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი მოხდა. ლებრონმა ჩააგდო და ეს გაქცევა რო აი სამქულაზე ავიდა. ხარი გაკრა ძალიან რიჩ შეპარts რა. ეხა ეგ რატო გააკეთე ხა ხო ჩათლახი კაცია ხა მდენი ხანია კალათბურთშია ტიპი რა. რატო იმიტომ რომ წინა თამაშის არის ახსოვს იცის რომ ამათ პრობლემა როკეტში რა არის IQ ერთ-ერთი გამოუცდელობა და ის რომ რიჩ შეპარდი არის ფაქტიურად თითქმის რუკი. ამიტომ ლებრონისგან ამ დროს ესე დროს შენ თუ ხზებაგდება ცოტა ეგ არის ხო რა თქმა უნდა. ამიტომ სწორი გათვლა ლებრონისგან მესმის, მაგრამ როგორ უპასუხა რიჩ შეპარდ მამას ეგ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ როგორც კი ეგ მოხდა და შემდეგი შეტევა დაუსტილა მე ჯერ თვითონ წამოიღო მაგიმის მერე და ძალიან მნიშვნელოვანი მიდრეინჯი ჩააგდო როცა აბსოლუტური სტაგნაცია იყო შეტევაში და მაგის მერე ეგრევე ლებრონს დაუსტილა წავიდა ჩატენა და გამოხედა გაიგე და როკეტსი არ უნდა დაგვაგვიწეს რომ არის დეველოპმენტი ანუ კეიდის გადმოყვანით და ამ სხვა მოთამაშეებთან ერთადაც რა გუნდს აქვს ორი მიზანი ანუ მათ იფიქრეს რომ ჩვენ ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისი რომ თან ვიყოთ ხოლმე კონტენდერები და თან დეველოპმენტი შეგვიძლია რომ ხო, იმიტომ რომ არ დავკარგეთ არავინ ჯეილენ გრინს ცუდი კონტრაქტი ქონა. ეხლა მე გადავდივარ უკვე მთლიანად სეზონის შეფასებაზე. როგორ გავაკეთოთ? ანუ სერიაში იმედგაცრუება არის ის რომ ჩემი აზრით ის არის ახალგაზრდული ასაკი. ჯერ სერიაზე ვილაპარაკებ და თუ გინდათ მე სეზონის განმავლობაში რა რატომ მოხდა რა? ანუ როგორი პონტი ის კაცო როკეტს ვერ შეაფასებ ესეც ცალკე როკეტს უნდა შეაფასოთ სეზონის განმავლობაში რა მოხდა და მე კონკრეტულად ლეიკერსის სერია. შორიდან რომ დავიწყო აი უცებ. აი ზოგადად რეგულარული შეჯამება რომ გავაკეთოთ რა ვინ იყო სიურპრიზები რა სიურპრიზები კი ბატონო მაშინ ყველას მოვიცავ. ხო მოვიაროთ ყველა. რეგულარულად და შენ გადავიდეთ პლეიოფში დავიწყოთ ალბათ. ხო ანუ ნახე ჰიუსტონით რო დავიწყოთ, საერთოდ ძალიან ამას ძალიან ველოდებოდი, ანუ კლიპერსიც, კავაიც, ანუ რაღაცა ყველაფერს ის პირი უჩანდა, რომ კიდე უფრო უნდა გაძლიერებული იყო კლიპერსი და ნუ ფაქტიურად აი რევანში უნდა აიღო კიდე პლეიოფში და რაღაცა და ძალიან კაი სტაბილიზება დატოვეს დენვერთან, ამაში გეიმში დამტენილი და თავისუფლად შეეძლოთ მოეწყოთ რა. ამიტომ რაღაცა გუნდების იმედგაცრუება რა თქმა უნდა იყოს, მაგრამ კაი, ჩამოვყვეთ გუნდებად. როკეტსის პრობლემა რა იყო? როკეტსი, როცა GM-ებში, NBA-ში GM-ებში გააკეთეს გამოკითხვა, ვის რას დაუწერდით რა, A+-ით, ATP-ით და მიხედვით. აი A+ მიიღო Houston Rockets-მა მაშინ ყველა GM-ისგან გადადგმული ნაბიჯებით. ანუ რანსვლები გააკეთეს, ხო? Fred VanVleet, ძალიან team friendly 25 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმეს, 2 წლიანი, 1 წელია მხოლოდ გარანტირებული თუ არ ვცდები. 25 მილიონი, როცა ქონდა თუ არ ვცდები 53 მილიონი რა მანამდე. და საერთოდაც უნდა ითქვას 2023-ში იყო არჩევანი ფილადელფიასა და ჰიუსტონს შორის, ანუ ჰარდენსა და ჰიუსტონი. მაგრამ უდოკამ დაბლოკა და უფრო დაბეთა და აქცენტი გააკეთა ვანვლიძე როგორც უფრო კულტურისტებზე და უფრო აი ემოციურ ლიდერზე და უფრო აი უფრო უკეთეს როგორც უკეთეს მენტორზე მომავალ ახალ ტიპებზე და დადრაფტულ ტრეიდს მოითხოვს. ხო, ანუ ეგ იყო მიზანი იდეაში მაგისი. ეგ ერთი. მეორე რომ როცა ეს სვლები გაკეთდა მართლა მაგარი იყო ჯეილენ გრინის კონტრაქტი ცუდ კონტრაქტად ითვლება გოლდენთან სერიაში ყველა ნახეთ რომ ერთი თამაშის გარდა ყველგან იყო კატასტროფა აბსოლუტური კატასტროფა ძალიან არასტაბილურია დაცვაშიც ვერ თამაშობს ერთი თამაში რეგულარულში კი ბატონო სადღაც 40 ქულაში ჩაგიგდებს ძალიან ლამაზი სტილი აქვს რაღაც მაგრამ ვით უმეტეს რაშიც უჭირდა ეხა ძალიან ჰიუსტონს ეს იყო half court offense half court offense-ში ძალიან სუსტია ეგ სამწუხაროდ ეგრე აღმოჩნდა ნუ ყოველ შემთხვევაში ნახოთ ფინიქსში როგორ იქნება მაგრამ იქ ვერ ჯდებოდა რა ამიტომ ეხა გუნდი რომელიც თვითონ დადრაფტავს თუ დალას მევრიქსი არ არის და იდიოტები არ არიან ვერ ელევიან თავიანთ დადრაფტულ ტიპს და შესაბამისად ყველა ლიმიტი უნდა მოწუროს იმ ტოპ 2-მა შენი მეორე პიკი უარი და შენი ქალაქიდან დაწყებული გმირი და ამათ ზდი და უცებ ეს იმედგაცრუება გაქვს ხო ძალიან დიდი ხნი ბევრი შანსი უნდა მისცე იმ მოთამაშეს რომ საბოლოოდ ეგეთი მძიმე ნაბიჯი გადადგეს ეს გაკარგვინებს წლებს რა თქმა უნდა და თან კიდე კონტრაქტიც ეხა ცუდი ქონა რა არ არის იმ კონტრაქტის რა აღარ მახსოვს რამდენი აქვს ზუსტად მაგრამ იმ 40 მილიონამდე ვწდები ანუ არ არის რა ეხლა არ არის ნახოთ სანში თუ დაამტკიცებს რომ არის მაგ კონტრაქტის მოთამაშე კი ბატონო მაგრამ აქამდე ამ მოცემულობით ითვლებოდა ცუდ კონტრაქტად
ყველაზე დიდი დანაკარგი მე ვფიქრობ, რომ უფრო იყო დილონ ბრუქსი. და ჰიუსტონის ფანები იმასაც კი ამოძრავენ, რა ჯობდა, იქნებ ჯაბარი სმითის მიცემა ჯობდა თუ დილონ ბრუქსი, იმიტომ რომ დილონ ბრუქსი ძალიან უყვართ, ძალიან მაგარი დილონ ბრუქსი. ამაზე მე ვილაპარაკებ თუ რა კაი რაღაცები გააკეთა ფინიქსში და როგორი მუსიკალური კულტურის ისინი შეიტანა და მოკლედ რა ისეთი ტიპია, მაგრამ მთლიანად რომ შევაფასოთ, ანუ ჩემ ესეთ საჩემპიონო შანსები დასრულდა იქ ჰიუსტონის, როცა ფრედ ვანვიტი ბაჰამებზე აილეცა, მან ჩემი აზრით უკვე ჰიუსტონმა დაკარგა რა მრავალფეროვნება, ჰიუსტონმა დაკარგა ერთადერთი მართლა გამთამაშებელი, რიც შეპარდი უფრო კომბო გარდია. ფრედ ვანვიტი ვინ არის? კიდევ ერთხელ ემოციური ლიდერი, უდოკას ფაქტიურად აი უდოკას ელჩი მოედანზე იმათთან ბიჭებთან. ძალიან მებრძოლი და მართლა ბულდოგი, იმიტომ რომ ყუთელი ცხოვრება ანდერდოგი იყო ტიპი და არადადრაფტული ტიპი და ლამის ფინალების MVP გახდა ტორონტოში ისეთები გააკეთა. მაშინ უბრალოდ კავა იყო. ჩემპიონი კაცი და დანამატი პერიმეტრი დასლავის რაც უჭირს ხო, არადადრაფტული ტიპები და მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულში ვერ ისროდა კარგად შარშა, პლეიოფში ერთ-ერთი ტიპი იყო, ვინც გოლდენთან მართლა ისროდა და რაღაცა. ობა, ნახე რას კარგა ვანვიტის სახით. აი ვიღაცისთვის ეს უბრალოდ სახელი, არა მეგობრებო, ნახეთ ვანვიტზე უკეთესი მოთამაშე, მაგალითად, შეიძლება ითვლებოდეს, რომ არის OG ანონუბი, ხო? თქვათ რა. საერთოდ ხო, აი თქვათ რა, შეიძლება გუნდებს არჩევანი დავუდგეთ, მაგრამ მნიშვნელობა ხო აქვს რომელ გუნდს რა ჭირდება. ჩვენი გუნდისთვის როგორი მნიშვნელოვანიც იყო ვანვიტი, შეიძლება ეგეთი მნიშვნელოვანი კარლ ენტონი თაუნსი არ იყოს ეხა მაგალითად ნიუ-იორკში. რა რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი გამთამაშებელი იყო რა. და თან რა ქვია, როცა როკეტში მივიდა 2023 წელს საშინელი გუნდი რო იყო, მაშინ წარმოვიდგინე როკეტსი იყო პირველზე დაკარგვებით. ანუ უბრალოდ ხო, პირველზე იყო, ყველაზე მეტი დაკარგვა ლიგაში. ვანვიტის მოსვლისთანავე პირველივე წელს ჰქონდა ყველაზე ცოტა დაკარგვა. ანუ აიქედან აქ ჩამოიყვანა ტიპები, ხო? თა როგორი გამოუსწრები. როდესაც ეძახიან, რომ ასისტენტ მის ratio რა ქვია, დაკარგვების ისა, რა ჰქონდა? საშუალოდ 7 ასისტი და თითქმის ერთი დაკარგვაც არ. ანუ ჰიუსტონ როკეტსის მთელი სეზონი პრობლემა რაც არის და განსაკუთრებით ეს პლეიოფში ეს დაკარგვები, იმიტომ რომ სულ ვინგებით გადატენილი ყავს, პიკ ენ როლს ვერ ათამაშებ ნორმალურად, უწევს კეიდის საკეთოს ამასაკში, დაბლ თიმი ამოდის აფუჭებს. მრავალფეროვნება დაკარგა როკეტსმა ვანვიტის არიწვით, იმიტომ რომ ვანვიტი პოინტ გარდი ვინ არის აი დღეს კონლი ლაპარაკობდა თქვენთვის რა არის IQ-ო და კონლიმ თქვა ეგეთი რაღაცა რა არის IQ და რა წაიკითხო რა თქმა უნდა სეტები რაც ცნობა დაგიხაზე ითამაშო, როდის იმპროვიზირება მოახდინა, რა თქმა უნდა ეგეც, მაგრამ შენ რას უყურებ, ხო რომ შენი მაგალითად პერიმეტრიდან ვიღაცას მაჯა არ გაუცილდეს. აბა როგორ მოახერხო რომ იქნებ დრაივზე შეიყვანო რომ ჯარიმა იყიდოს, ხო რომ აი მიხვალ და ეტყვი რომ ის არის მოდი ხე შერაკენიც შეუტიე ფარს, უბრალოდ ერთი ჯარიმა იღო, საჯარიმოები ისროლო და 1-2 უბრალოდ ჩააგდო რომ ხელები გამოგიწოწყლდეს რა. ანუ უამრავი რაღაცა, აი ვანვიტი არის ეგ ხვდები, როცა უამრავ რაღაცას და ეს ვიღაცა მეტყვის რომ კეიდი ეგ და ვანვიტი არა ეგრეა რა. ეგრეა რომ ლიდერი მანდ იქნებოდა ვანვიტი და არა კეიდი. კეიდის შეუძლია კაი რაღაცეები აკეთოს მოთან ჯაბარის მიწე მაგარი იმპექტი გააკეთოს, ანუ მოხოდოს, დაელაპარაკოს, ასწავლოს თავისი კრაფტი. მე რა არის, იცი, მარტო უკვე ის არის მაგარი, რომ როცა ახალგაზრდები უყურებენ, რომ ამასაკის ადამიანი ასე ვარჯიშობს ესეთი რუტინით, ეს არის ამათვის წნეხის და мотиваციაც, რომ რანაირად უნდა მაჯობოს 38 კაცმა და სტანდარტია ეგ რაც ჰიუსტონში რომ მოიყვანეს კეიდი, მათი არ უნდა იყოს ისეთი წნეხი, რომ ან ჩემპიონობა ან ის არა, არ გამოვა კეიდისთან და ჩემპიონობა, ამენი იყავთ, შემგუნი იყავთ, ნახოთ ეს ზარხოში და მაგრამ რით შეპარდი რა, ხელშეუხებელი ვინც არის მანდ არის ამენი. ამენის გარდა მათ ყველა შეიძლება რომ რაღაცა და რიც მისცემენ 1-2 წელს. ანუ საბოლოოდ ოკეი, აი მე მიდიოდა ლაპარაკი რომ შეიძლება ვანვიტი რახან აილეცა თუ რაღაცა და მე თქვა მოიყვან ტრეიდ დედლაინზე ვიღაცა და ჩანა. ჰარდენზე იყო ბაზარი. მე აილეცა უკვე ადამსი. და ადამსის სახით რას კარგავ? შეტევაში მოხსნები და სხვათა შორის უნდა ითქვას რომ სანამ ყველაზე მაგარი შეტევაში მოხსნებით ხო? ყველაზე ძლიერია ადამსი ლიგაში. და სანამ ადამსი აილეცებოდა, ძლიერდებოდა. სანამ ადამსი აილეცებოდა, იყო all time რაც კი NBA არსებობს, საუკეთესო მოხსნების რეიტინგი ჰქონდა როკეტს. ანუ ამდენი მოხსნა შეტევაში ზოგადად პრეცედენტი არ ყოფილა მაგისი რა. რას ნიშნავს ისა? ჯერტი ძალიან მაგარი სკრინ მეიქერია, ძალიან კარგი სკრინ მეიქერია, თუ რაღაცა და ასისტით შეუძლია გააკეთოს, ოფენსივ მოხსნები ხო საერთოდ და უდიდესი იმპექტი აქვს მასაც რა და დაცვა რა თავარია და თან კიდე უდოკა. დურანთან ერთად თამაში. აბა და უდოკამაც ხო მიმართა დაბლ ბიგ ლაინაპი რო გააკეთა რა. ანუ შენგუნი და ადამსი მაგანაც შეცვალა ის სერია გოლდენთან 3-1-დან, მაგ დაბლ ბიგ ლაინაპმა ითამაშა უდიდესი როლი და მაგასაც კარგაო.
ხო და ეხლა ამ ხელა რაღაც სისტემაა რა. ამ სისტემაში როცა AMD რაღაცას იღებ და ეხლა უკვე კეიდიც აღარ არის, რა თქმა უნდა ძალიან რთულია, მაგრამ მე მაინც გული არ მწყდება, უბრალოდ გული დამწყდა იმაზე რომ 3-0 იყო და ტრამვა კეიდის, მაგრამ მე მაინც არ თვლიდი რომ როკეტი საჩემპიონო როსტერი იყო, მე ვფიქრობდი რომ პირიქით მოდი ეს წელი აღარ გინდათ არც ტრეიდი გინდათ არაფერი მაშინ იმიტომ რომ რა აზრი აქვს და მომავალ წელს გააკეთეთ უფრო სერიოზული სვლა და ეხლა უბრალოდ ეს სეზონი გამოიყენენ ისთვის რომ დეველოპმენტი შედგეს რომ პლეიოფში რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მიიღონ მოთამაშეებმა აგერ რიჩ შეპარტისთვის უკვე შემდეგი წელი იქნება მესამე წელი ეს ჩათვალე რუკი წელია გახსენი ყველაფერი რაც შენ ანუ თავისუფლად თან იბრძოლეთ მაინდსეტი უნდა იყოს რომ მაინც ჩემპიონობისთვის ვიბრძოთ მაგრამ დეველოპმენტი უნდა ეხლა 13-0-დან რო გააგდო. ეხლა ისტორიაში პირველი შემთხვევა 13-0-დან 7 ჯერ მივიდა მე-7 თამაშამდე საქმე. და არც ეს არ მოუგია. ხო, არც ეს აი ბოსტონი და მაიამი იყო წააგოს. ხო, შეიძლება ისტორია გადაიწეროს კი ბატონო. ეს უბრალოდ ვიტყვი არ გავაგზელე და გადავხდი თემაზე ბოდიში ამისათვის რიჩ შეპარდზე და უდოკაზე დავასუსტებ რა ვიგულისხმარე როგორც უპასუხა და მაინც ამ თამაში ისევ რიჩ შეპარდს მისცა ბურთი ბოლოსკენ და ანდო და როცა პრესკონფერენციაზე კითხეს რომ აი რატო და რაღაცა არაო ეგრე გაიზდებაო აი ეგრე რა დაკარგვებით უძილო ღამეებით იმითი მაგრამ არა სანამ არ დავინახავ რომ ყველაზე დიდი წნეხის დროს ჩემი მოთამაშეები არიან ყველაზე კომფორტულად რა მანამდე არ გავჩერდები და ამიტომაც რა უნდა ჩააყენო ამ პოზიციაში აი ეგრე ისწავლიან ნელ-ნელა ეს ჩავარდნილი სეზონი მაგისთვის გამოიყენე რომ შეცდომების უფლება ქონეთ კალათბურთს. ორი გზა აი განგადლიერებს ან ამთავრებს შენს კარიერას. თუმცა სწორი იქნება თუ არა და სწორი აღმოჩნდება თუ არა როკეტის GM-ი რომელმაც არანაირი ტრეიდი არ გააკეთა საერთოდ ამას განსაზღვრავს რა მოხდება ზაფხულში. თუ ზაფხულში გააკეთებს რაღაცა ძალიან დიდ ნაბიჯებს, მაშინ იტყვი რომ ხო ღირდა ამ სეზონის ჩაგდება, იმიტომ რომ ეხლა ეს არის. მაგრამ თუ არა ეხლა რაღაცა უბრალოდ მარტო ვანგლიც და იმას დაელო და კაცმა არის ის რა მოსაყვანია კონკრეტალსებია მაინც. ბოდიში რომ მაინც მარტო როკეტზე გამოვიდა, დანარჩენი ზოგადად ერთად ვიმსჯელოთ რა. ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ჩემს ქართულ შემოდგენასაც ყველაზე მეტი ყურადღება აქვს როკეტსსა და ლეიკერს შორის, იმიტომ რომ მანდ არის ორი ყველაზე ალბათ დიდი კალათბურთელი ამ პლეიოფში კეიდი და ლებრონი, ხო და ალბათ ყველაზე მეტი ფანი ამ ორ კაცს ყავს და ალბათ თქვენცაც სასიამოვნოა. და სტეფი კაცო. პლეიოფში და მაგ. პლეიოფში. სტეფი და ზაზა სტეფი და ჩვენ უკმაც კაი, მოდი ახლა ცოტა ხანი გადმოვინაცვლოთ ისტ კონფერენციაში. იქაც ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა. და ჩვენები არიან რაც თავარია იქ. აი, ყავს ორი ქართველი ლეგიონერი, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი, რომლის გუნდები საკმაოდ გაკვირვებას იწვევენ ფანებში, იმიტომ რომ განსაკუთრებით ორლანდო, ნუ იქ პირველი სიურპრიზი ის იყო, რომ მაგალითად დეტროიტ პისტონსი სადაც არის, იქ რატომ არის ჩემთვის მაგალითად სიურპრიზია წელს, იმიტომ რომ და ეგ დამტკიცდა უკვე პლეიოფში, რასაც მთელი წელი ვამბობდი, რომ დეტროიტია ძალიან გასაკვირად კი დეტროიტი აშენებს გუნდს 3-4 წელია უკვე, კი ალბათ ცოტა მეტი, არა 3-4 წელია ალბათ. და კანინგემი დაიწვიეს და კანინგემის ირგვლივ გუნდის შექმნა მოსულა, მაგრამ აქ ყავს ჩვენ ერთი პრეტენდენტი განვითარებული მოთამაშის დიურენი, რომელმაც მაგარი რეგულარული დადო, რასაც არ ველოდით. და დანარჩენი შეტევაში ამ გუნდს აქვს ძალიან წირი პოტენციალი. არ ყავს რეალურად მეორე ოფცია შემტევი. აზარ ტომსონის შეტევაში შეტევაში პრობლემაა. კი, ამენი მაგითო უკეთეს კალათბურთელი. ოდნავ ჯობია შეტევაში. კი, თავის მას. მეტად ჯობია და. მე მგონი მეტად ჯობია. თუმცა ისიც არის რომ აზარ ტომსონს არ ევალება იმის კეთება, რასაც ამენს იმიტომ რომ ჩვენ დამთამაშებელი არ არის, მაგრამ მე მაინც გეთანხმებით, სულ 100 არის ეგ დაავალონ, ისე ვერ იზევს როგორც ამ. კი, არა ამენი ამ ეტაპზე დაცვაზე არ ვიზახე overall უკეთესი მოთამაშე ჩემთვის არის. დაცვაში მაგრამ ის განსაკუთრებული მოთამაშეა დაცვაში რა, ან მისი ძმა არის საოცრად ეს. კომბაიას არის სულა შენი მეორე ოფცია შეტევა. ხო, ეგ არის პრობლემა ზოგადად. და მოგეთ ესე ულაპარაკოთ რომ მოიგო ის სუსტი ის კონფერენცია, მაგრამ მაინც რომ მოიგო ესე ულაპარაკოთ დეტროიტმა, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. ოკეი. მაგრამ ამაზე დიდი სიურპრიზი არის უკვე ორლანდო რასაც აკეთებს პისტონსის წინააღმდეგ. ეს პროგნოზებს მაზავთ ყველას და რას იზამს ორლანდო დახურავს სახში სერიას? ხო, და მან მივიდა რომ გოგა ბიტის ორლანდო აი რას ჩამოუყალიბა ნუ მე რაღაცნაირად სანამ მივა სეზონის დასაწყისში ზოგადად თუ ჯანმრთელი იქნებოდა ორლანდო მეჯიკი საერთოდ ჟურნალისტები და ზოგადად ექსპერტები ანალიტიკოსები ორლანდო იყო ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ის კონფერენციის მოგების იმიტომ რომ თუ ეს გუნდი ჯანმრთელი იქნებოდა ყველაზე დიდი პოტენციალი ორივე მხარეს დაცვაში და შეტევაში
სავარაუდოდ ამ უნცავს. მე ბეინი დაიწრიეს იქ დედლაინზე. ხო, მაგრამ დიდი ხანი არ იყო ჯანმრთელი ორლანდო. ჯანმრთელი შემადგენლობით ვერ მოასწრო 2-3 თვეს კი თამაში და ეს ეთყობოდა ამ გუნდს რეგულარულად, მაგრამ ეხლა როგორც იქნა გამოჯანმრთელდა, მე მგონი ფრენც ვაგნერიც თავის თავს პოულობს. ეხლა ხო კიდე რაღაც ვაგნერიც უკვე სკამზე ზის. ნუ ხო და ფრენც ხო დაემართა ტრავმა თუ რაღაცა მიკრო მიკრო ანუ ითამაშე. წესით ითამაშე. ხო და აი თქვენი პროგნოზი რა იქნება რა, რომ აი ორლანდო მოახდენს ამ სასწაულს ბჭყალებში ცოტა, მაგრამ მოახდენს დახურავს ამ სერიას თუ მე ზოგადად მანდატს საქმე. ჩემი ერთ-ერთი ფავა გამორჩეული კალაბუთია კეით კანინგემი ახალ თაობაში. ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს და მაგრესი დამცველია რა პირველ რიგში. მე ყველგან ალბათ გამთამაშებელს შორის ერთ-ერთი მინუსიც არის ძლიერი სოლელი პერიმეტრიდან, მაგრამ მაგასაც დახვეწავს სავარაუდოდ აიქივობს უმაღლესი და ხომა გვაქვს და მინდა რომ გააგდონ დეტროიტ რა და ორლანდო. თუმცა აი შეტევაში ის აი კანინგემი თამაშობს მხოლოდ შეტევაში. თამაშებს უყურებ და კანინგემი 42 ქულა 45 და აქეთ მე ტობაიას არის 15 ჯეილენ დურენი 10 ქულას ვეცდება აი წინა თამაშიაც და ძლივს 10 ქულას და დურენს რამხელა რეგრესია პლეიოფში აი ძალიან დიდი და აი მგონია რომ რავი ორლანდო დაამთავრებს სამწუხაროდ რა ეგრე მგონია მაგრამ იმედია რომ არა ორლანდო დაამთავრებს სამწუხაროდ არა მე ვერ ვიტყოდი სამწუხაროდ მე რეტროიტისკენ ვარ და მაგით შენთვის სამწუხაროდ აი ბითაძეს ფაქტორი გასაგებია მაგრამ არ თამაშობს ეგ ბითაძეც და აუქნაია გოგოკეთ ბიჭო რატო არ თამაშობს ნუ ეგრეც არ არის ხა რაღაც ნუ პატარა როლი აქვს მაგრამ ორ შემთხვევაში მაინც ძალიან დიდი ამბავი და წარმატება იქნება მისთვის ორლანდო მეჯიკ არა მომწონს და რა გავაკეთო აი არ მიზიდო საერთოდ ეგ როსტერი აი დეტროიტი რატომ მომწონს ნურად დეტროიტი ზოგადად ისტორიულად მომწონს და მე იმიტომ რომ განეკავი ამ დეტროიტზე ვილაპარაკე ნუ არა რეგულარული სიმპათიები გამოიწვია რა თქმა უნდა მაგრამ პლეიოფში ხარ ჯერ ეს ორლანდო უფრო იმ კანინგემი დაბრუნდა ფილტვის რაღაც ჭირდა ტიპს ყოველ შემთხვევაში ორლანდო უფრო მრავალფეროვანი გუნდია როგორც მინიმუმ რა განსაკუთრებით შეტევაში ბევრი ოფცია აქვს შეტევაში. მაგალითად, მარტო მართლა. ხო, ნუ ვაგნერი, ბანკერო, საქსტას კაპიტანები აქვს ხოლმე და დესმონდ ბეინმა მაგრად გააძლიერა. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემს ვენდელ კარტერი არის უკეთესი კალაბურთელი ამ სერიაში, ვიდრე ჯერენ დურენი ყველანი არის ტესტით. ულაპარაკეთ. და ეგ პრობლემაა, თავი პრობლემა, რატო აგებს დეტროიტ პისტონსი ამ სერიას. კაი, მოდი მაშინ ახლა გადავალ აქედანვე პირდაპირ შენ საყვარელ ბოსტონ სელტიქსზე და მანდ რა ხდება? მოიც ყველამ ჩავიაროთ ეგ თემა. იოს პროგნოზს ველოდები. ყველამ ჩავიაროთ ეგ. ორლანდოზე რას ვიფიქრობ? აი, ორლანდოზე მე სხვათა შორის არ ვარ გაგვირებული, რატომღაც მქონდა მოლოდინი, რომ რთული სერია იქნებოდა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ორლანდოს რაღაცა ძალიან მუტალი პერიოდი ქონდათ, იმიტომ რომ სულ რაღაცა ხდება, ჯეილენ საქსი იყო ძალიან დიდი ხანი არის წილი და გარდა მაგისა კიდე ფრენც ვაგნერის რაღაცა ფრენც ვაგნერს უდიდესი პრობლემა ქონდა, მოვაგნერსაც პრობლემა ქონდა და ეხა დიდი ძალა ეგ რა ეს მოთამაშე ლექის დიდი ხანი არ ხო ლექის არის რაღაც პერიოდი და მაგრამ მე სულ ფიქრობდი რომ თუ ისინი იქნებოდნენ ჯანმრთელები და სწორ დროს შევიდოდნენ სწორ ფორმაში მაშინ იქნებოდა ძალიან რთული მაგათი დამარცხება კაცო დეტროიტს კი არა ბოსტონს ძალიან უჭირდა სხვათა შორის რეგულარული 3 თამაში მაშინ როცა აი ძალიან ბევრი თამაში მაგეს 3 თამაში და 3-ვე წააგეს იმასთან რა ქვია ორლანდოსთან რა და პოტენციალი იქიდანვე ჩანდა უბრალოდ აი ეს სროლა იყო მათი ყველაზე დიდი გამოწვევა და ბეინის მოყვანა მეკ დაალდა იდეაში და ნუ აი ყველანაირ მაგრამ მე მაინც აი დეტროიტისგან უფრო მეც ველოდი რა მიუხედავად იმისა რომ ორლანდოსგან ეს არ მიგვირს და მე მიხარია კიდევაც რამ ხრი მარტო ბითაზის გამო არა აი ბანჩერომ როგორც უპასუხა იმას რომ უკელამის ბენ სიმონს ეძახდნენ ტიპები კეთხამი იყო რაღაცა მომენტში ესე პერიმეტრზე მარტო იდგა და თითქოს ვერ ხვდებოდა ხო აი ბოდი ლენგვიჯი ქონდა ძალიან დამთრგუნველი რა და თან მანამდე ისეთი თამაშები ქონდა რეგულარული პრობლემები იყო და ბანჩერზე იმედ გაცრუება და ხო იცი რომ მოედება თემას და ამას რომ ესე უპასუხა როგორც უპასუხა 45 ქულით რა ნუ აი ეგ არის ფანტასტიკური ოღონდ დეტროიტის მიმართ თორმე მართლა ძალიან დიდი სიმპათიები, აი ძალიან დიდი რესპექტი. პირველ რიგში ძალიან დიდი რესპექტი მაქვს კეით კანინგემის, იმიტომ რომ ჩემი აზრით ახლა კეით კანინგემი არის ზუსტი ეგ და ჰალიბარტონის სხვადასხვა მიზეზებით არიან აი თანამედროვე პოინტ გარდების სახე. ანუ მაღლები იმიტომ რომ 6 არის მე მგონი კანინგემი და ჰალი უფრო მაღალია. ამიტომ აი ბენ სიმონსის ახლა ბენ სიმონსი კალათბურთი ყარებოდა ძალიან სასამართლო მოთამაშე იქნებოდა მიუხედავად იმისა რომ სროლაზე პრობლემა აქვს. აგერ ვერ ისვის ამენ ტომსონი, მაგრამ სხვა ბევრ ამას აკეთებს ძალიან. ამიტომ
ხო პესიმოზმა ვერ გაუძლო იმ ზეწოლას და ბულინგს რა. ხო ბიჭო, ხო, მაგრამ იცი არის მან ბევრი კიდე ფაქტორი იყო იქ არ უყვარდა მართლა, რომელია მისი ნატურალური ხელი და ხო იქ ემბიდის თემებიც არის ბევრი რაღაცა, მაგრამ ყველაფერი იქამდე მიდის რომ ამაზრზენი იყო ბოლოს უკვე მე ძალიან მიდოდა ისეთი ტალანტია ტიპი რომ აღარ შემეძლო ზაფხულში გამოვიდო და ჯიმიდან განახილდა როგორი ექსპერიმენტი აუ ბენსიმოსი წელს იქნება დაიწყებდა და ჩარიმებს ვერ ისროდა ტიპ შეუძლო პლეიოფის თამაშები გაემაზე ეიტონიც ეგეთი იდიოტია ეხა კიდე რაღაცნაირად მოარჯულეს შედარებით რა, მაგრამ ტიპი არ დაგავიწეთ რომ იყო ლუკაზე წინ პირველი პიკია ხო პირველი პიკია რა ხო არა მეორე მეოთხე დინამური ჯარიმებს ისე ბენსიმოსი ხალი ბარტონიც გამაზა ფინიქსასმა და ლუკა დონჩიჩიც და კიდე აღარ ჩამოთხრეს სიმონსი არის ლიგაში აღარ არის არავის ღაუნდა აღარ შეუულია ხალხს თევზაობს არა ეხა კემტომასია ბენსიმოსის გზას პროსტორეთ შროდერის გზას ტიპი იმენა ეგეთი მოთამაშეა მოკლედ ორლანდოზე ტორონტოზეც თუ კიდე ერთი ორი იგივე გადავალდა მედი ზადა დაიწყე თუ გინდა ტორონტო კლივლენდზე ტორონტო ზოგადად წინა პოდკასტებში ვთქვით რომ ტორონტოს ამ დონის წარმატება და პირდაპირ პლეიოფში გასვლა იმ შემადგენლობით რომელიც შემადგენლობას ყავს ნუ ჩემთვის ცოტათი მოულოდნელი იყო მით უმეტეს რომ ეხლა პლეიოფში კლივლენდთან ნამდვილად ფავორიტად არ მივიჩნევდი ერთი რომ კვიკლი არ აყავთ და ჰიუსტონის არ იყოს ამათაც გამთამაშებელი ყავთ თუ არა ნუ ხო ნუ ეს არის გაჭირვების ეხლა უძაღლო ქვეყანაში რო ხო ბარნსაც შეუძლია 10 ასისტი და ხო და ლამის იყო სახლის უპირატესობა წამოიღეს წინათან ხო რა მაგათაც ისე დაემთელი თამაში იგებდნენ ფაქტიურად და ნახოთ რა ვიცი მამუკელაშვილს ბოლო კარგი თამაში ჰქონდა მე მგონია რომ დაუმთავრებს ეს კლივლენდი ხო შეიძლება კანადაში აი როგორც აი ნიუ-იორკმა დააბლოუაუთა ეხა ატლანტა ეგრე მე მგონია რომ ჯერ ერთი ინგრემს რაღაც დაემართა თუ არ ვწდები ან 11 წუთი რატომ ისეს არ ვიცი ან ნერაც ცუდი იყო შეიძლება არ გამოიყვანა თქო მაგას მაინც ვერ ინგრემს აქ ხომ ხანდახან ხასიათის პრობლემები ამიტომ ბევრი არის ხო და შეიძლება მან რამე ეგეთი ხდება მაგრამ თუ ჯანმრთელები არიან და ინგრემს არაფერი არ ჭირს იბრძოლებენ მინიმუმ აი მგონია რომ შეაკლავენ თავს რა თან ახალგაზრდები არიან თან ყველა ათლეტურია დამცველი და მიჩელისთვის და ჰარდენისთვის არ არის მარტივი რა ვით უმეტეს დაცვაში მიჩელი და ჰარდენი რო ყავს ხო იქ მობლი თუ არ იქნება ეხლა ამათ მოიგეს ბოლო თამაში იმის ხარჯზე რომ მობლი იყო აი მართლა ფანტასტიკი წესით როგორ იწვნა იყოს ეს სამაგერ სამწამეის და ძალიან კაი იყო და ეგაბალანსებს და ჯერდალენი და მობლი აი ერთ-ერთი საუკეთესო სამწამეა ისტორია როსტერით ეხლა რა თქმა მაგას გამოვიგო ყველა ვარიანტი ნუ მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მამუკელაშვილის ტორონტოს ძალიან დიდი რესპექტი იმიტომ რომ აი იმ რაღაცნაირად შესაძლებლობებით რომელიც ამ გუნდს და მაქსიმუმი გააკეთა. ორი თამაში მოიგეს. და თელსაც რაღაცნაირად ჩემი პატივისცემა რა. იმიტომ რომ ხო, ძალიან ჩემი აზრით მაიამი ჰიტიც როგორც მინიმუმ და ძალიან ბოლოს ძალიან მაგარ კალათბურთს თამაშობდა შარლოტი და ჩემი აზრით რაღაცნაირად მეტი პოტენციალი იკითხებოდა სეზონის დასაწყისში ვიდრე ტორონტოსი რა. მაგრამ ტორონტომ დაამტკიცა რომ ყველანაირი შესაძლებლობის მაქსიმუმი გაყვანა შეიძლება და ძალიან დიდი რესპექტი და სანდროს წარმატებები რა თქმა უნდა შემდეგ თამაში. კაი, ბოსტონამდეც მივიდეთ რა, ნუ საბარი ბოსტონის გადამკვდარი ესეთი გულშემატკივარი რა. აუ, მან რა ხდება, საერთოდ ვერ გავიგე. ანუ იმის ფაღარათმა რო გაუარა იმას გავიგე რა ქვია ემბის და რო დაბრუნდა და სხვათა შორის არ ქონდაც კი არა და პირიქით კაი თამაშები. უბრალოდ აი ცოტა ემბიძზე რაც გული მწყდება აი ყურება აი ემბიდის ფოლების ეს რა ფლოპინგი და ეს რა აი ზედმეტები მოსდის და აი არ არის. დიდკაც არ უხდება. მე რა ძალიან ვარ მაინც, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ ჯერთი ძალიან ტრაგიკული ტიპია და მე ტრაგიკული ტიპები მე ვასება ზოგადად რა. კი ბატონო, მაგაში გეთანხმობ აი თელეცხოვრება მოსვლისთანავე ერთი სეზონის საერთოდ გაუწდა და
ანუ არ არის ჯამთელი. თან კალათბურთი დაიწყო 17 წელს. ხო, ყველაფერი ტკივა ტიპს და იქიდან აფრიკიდან კამერუნში. მაგრამ იცი რა, მასე როუსაც ხო რეები დაემართა, მაგრამ მაგ პრობლემა MB-თან ხალხს აქვს ის, რომ მისი ხასიათის თვისებები რაღაცა უაზროდ ფლექსაობა, როცა ვერ აბექაფებ შენი სიტყვებით. მე იქ რაღაცა, მე იქ რაღაცა, მე ბენსიმოსთან აფრიკაში გაიზარდა ჯერ. მესმის აბსოლუტურად მესმის, მაგრამ გულშემატკივრებს იმიტომ აქვს ეს განსხვავება ხა. ნახე, ძალიან ისეთი ხასიათის უნდა იყოს, რომ შენმა ტრამებმა ძალიან არ ისედაც გულშემატკივრები, ანუ ძალიან ინვესტირებულია და ემოციურად თამაში და შენ უსვალეწილი ხარ, ბრაზდებიან, მაგრამ მაგასაც რო თავი გავანებოთ, მართლა აი MBD ხანდახან ისე იქცევა რომ შეიძლება იფიქრო რომ აი არ უნდა თუ აი ანუ ცუდი ინტერპრეტაციების იმეს სივრცეებს ტოვებს რა თორე სინამდვილეში რა რაღაცა ძალიან მეცნიერება უნიჭიერეს ხო აი მე ვიტყოდი რომ შეიძლება არ დამეთანხმოთ მე ვიტყოდი რომ ყველა დროის საუკეთესო შემტევი ცენტრია ჯოელ ემბიდი ერთ რამეს გეტყვი რომ აი ბოსტონის ლეგენდა თუ არ დამეთანხმოთ შეგვიძლია მაგას ვიგავართ ბოსტონის ლეგენდა რა ქვია დოკ რივერსმა თქვა რომ მე ეგეთ ტალანტთან ერთად არასდროს არ მემუშავე ტალანტით კი ბატონო ფაქტი რა არის ეგ მე არა ტალანტით აი კეიდის აქ ნათქვამი რომ ანუ ეგეთი ნიჭიერიო ზუსტად იგივე თქვა რა კეიდის ანუ ცენტრებს შორის ყველაზე მაგრამ MBD-ს მეტი სკილი აქვს შეტევაში ამას როგორც შემტევი ხო მაგრამ იოკიჩის იმას სას ვერ ავლით იმიტომ რომ შენ რას გულისხმობ ანუ ინდივიდუალურად შემტევი რომელიც ბაკეტ გეთერი თუ გულისხმობ მე არ გულისხმობ უკეთესი შემტევი სკორერ შემტევს გულისხმობ მაინც ხო ანუ სკორერ შემტევს რა თქმა უნდა პასიც იმას ის არის მაგრამ ანუ MBD არის კალათბურთელი რომელსაც აქვს ჯოგას თებექ სამიანები ასწავლა ჰარდენმა და ეხა მაგას ის ხუთ ნომერთა ყოველ შემთხვევაში კროსოვერი აქვს თებექი აქვს ევროსტეპები აქვს არანაირ ან კობივით ესვრის ტიპი და ნოვიცკი და საჯარიმოდანაც 4 გინდა ბოსტონს რა დაემართა პერიოდიდან ცუდად არის ბოსტონოლოგი მოუსმინოთ რიგს დაემართა დერიკ უაიტი ჩემი აზრით სადღაც მოსურდა ხო კაცი რომელიც მართლა უმაგრეს კალათბურთს თამაშობდა რაც ბოსტონში გადმოვიდა საშუალოდ აქვს 8 ქულა და პერიმეტრიდან ესვრის 19%. ხო, არა დერიკ უაიტი. დერიკ უაიტი რომელიც ანუ ხო ჯეიების მერე თავარი კაცია მაგუჩი. პერიმეტრიდან თან ერთად. ხო. ერთი ეს პრობლემა დერიკ უაიტი. მეორე უჩევიჩი გადმოიყვანეს რომელიც იმის ნახევარი არის, რასაც ელოდნენ. საზღარი კეტა უკეთეს კალათბურთს რატო ელოდნენ საერთოდ რამეს რატო იყო ეგ მოლოდინი მე თითქოს გამოცდილება პერიმეტრიდან სამიანები რასაც ხორფორდი აკეთებდა ბოსტონში აი თითქოს რაღაცა მაგით შეავსეს მაგრამ ვერც სამიანს ვერ ესვრის და სხვაშიც ვერ თამაშობს შენ აპირებ იმას რომ პარალელი საჩემპიონო ბოსტონთან საჩემპიონო ბოსტონთან პარალელურად გააკეთო მაინც ბევრად უფრო სუსტ პოზიციაშია ბოსტონი ეხლა. აბა ჯერ იმიტომ რომ ჯრუ ჰოლიდეი არის. თავარი ფასილიტატორი ვინც იყო მაგუნდის შეტევაში იყო ჯრუ ჰოლიდეი. როგორც მილვოკი ბაქში თავის დროზე საჩემპიონო არის ახლა ბოსტონს. ანუ შენ არ შეგიძლია რომ პოზიტიურად ანუ არაფასე პოზიტიურად ამ სეზონს. კი, საოცარ პოზიტიურად რეგულარს, რა თქმა უნდა. მე მეგონა რომ კალთანკა რეგულარს კი არა. საერთოდ ის რომ დღის წესრიგში დგას და ლაპარაკობ ლაპარაკოს რომ შეიძლება კი არა და ისთი და ბოსტონი არა მარტო ერთი და ორი ადამიანი ძალიან ბევრი მასალა აქვს რომ ისთიდან მოდის ბოსტონი და იმ დროს როცა ჯრუ ჰოლიდეი გაუშვეს ალფერდი საიმოსიც მერე გაუშვეს ჰორფორდიც გაუშვეს პორზინგისიც გაუშვეს ანუ რეალურად რაღაცნაირად ეს დეიტონს საქილოსია გაწყვეტილი სატანკაო ახამთლად არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი მაგას არავინ არ ელოდა რომ უცებ ჯეილენ ბრაუნი რაღაცა იქნებოდა და MVP სეზონი იქნებოდა იქით პრიჩარდი კიეტა არის ძალიან მაგარი ბიჭი ანუ ეგ ბიჭი შეტევაში თუ კიდე დაალაგდება სუნთად გადასარევი დაცვაში კაი იმპექტი აქვს და ანუ ტეიტუმი რომელიც დაბრუნდებოდა თუ არა კაცმა არიცი ტეიტუმის რიკოვერი ანუ რეკავერი საერთოდ კიდე სხვა რა მედიცინის და იმის ერთ-ერთი ის არის რა ქვია კიდე უკვე ძალიან წინ წავიდა მედიცინა მაგუთი და სხვათა შორის ძალიან დიდი როლი ითამაშა კეიდი როგორც დაამარცხა აქილევსი იმ დროსთვის მანამდე დომინიკ ვილკინსთან იყო მხოლოდ ის შეხედა რომ 80%-ით დაბრუნდა და კეიდი დაბრუნდა ისე როგორც დაბრუნდა ბაქსის სერიასთან ამ წარმოიდგინე აქილევსის მერე მისი პირველი პლეიოფი იყო ბაქსთან სერია სადაც ეგრე დაბრუნდა რა და ტეიტუმმა ეგეთ მოკლედ დროში აი ეგ არის რა ჰალიმაც და იმ პირველი როცა ვინმე აქილევსის ტრამას იღებს ეუნებიან დარეკი კეიდისთან გეტყვის რუტინას ანუ ამბავი ეხლა იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად არის ყველაზე რთული აი ტეიტუმის ის ყველაზე რთული იყო ფსიქოლოგიურად ეხლა ის რომ საერთოდ დღის წესრიგში ეგ დგას არის სიგიჟე არა მე ამ სერიით ამის არაფერ შუაში რა თქმა უნდა აი არაფერ შუაში მე ვერ
ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ბოსტონი, რაც ეს Drew Holiday-ის და იმების ტრეიდები მოხდა, ვინმე მე არ შემხვედრია, ვისაც ეთქვა, რომ ბოსტონის რაიმე საჩემპიონო, რაიმე ჩემპიონატთან ხსენებას იგებდნენ ამ წელს. ესე ჩანდა თავიდან. მაგის თავარი შემოქმედი ბოდიში ჯო მაზულა არის, იმიტომ რომ ლიგაში არის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი ყველა მხრივ. ტაქტიკოსიც და როგორც გასახდელში ტიპი. იმიტომ რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს კალათბურთელებთან, კარგი მიდგომა აქვს. აი ვოლში წამოწია, აი ბეილში იმპოვა. არა, ოკეი. ეხა უკვე ან რა ხერა მოხდა? ოკეი, თითქოს თავიდან არ ჩანდა ბოსტონის ესეთი წარმატება, იმიტომ რომ ხო, აი ჩამოვთვალეთ ეს მიზეზები, მაგრამ ისიც იკითხებოდა, რომ ჯეილენ ბრაუნი ყოველთვის იყო რაღაცნაირად ჭრილში და მეტი პოტენციალი ჰქონდა ზოგადად ამ კალათბურთს. მე ვხედავდი ყოველ შემთხვევაში ჯეილენ ბრაუნს ესეც რა და ჯეილენ ბრაუნმა მიიღო ეს შანსი, რომელსაც ელოდა, საკმაოდ ეგოისტი კალათბურთელია, ძალიან ეგოისტი კალათბურთელია და აი ესე პირანიასოვით ეს შანსი რომ მიიღო, ჩაეჭიდა და გაამართლა. ათვია გუნდი და გაიყვანა, ხო? ეხლა უკვე ბოსტონი გამოჯანმრთელდა, ასე ვთქვათ, როგორც ვთქვი, ტეიტუმი კარგად დაბრუნდა და ეხლა უკვე მოულოდნელია მისი ესეთი სუსტი თამაში პლეი-ოფში თქო, ამის თქმა მინდა. მაინც იმიტომ რომ ფილადელფია სიქსერსი არის ყველაზე არაორგანიზებული გუნდი ისთვის პლეი-ოფში გასულ გუნდებს შორის. ძალიან ცუდი გუნდია ეს. ეხლა ჯეილენ ბრაუნმა ამ რეგულარიდან გამომდინარე უნდა გამოვიდეს და მეშვიდე თამაში სახში წაიღო. ენერგი შიფტერია იძახის ჯეილენ ბრაუნის ნიკნეიმი ეგ ენერგი შიფტერია. ბოსტონის დავამთავროთ რა მეშვიდე თამაში. Game 7-ის პროგნოზი. ნუ რა ვიცი, ახლა ტიდი გარდენის მასპინძელი არ გაუშვეს მაგ სერიას. თან ტეიტონი Game 7-ის კაცია ვიცით. თუმცა მაგის იქეთ ბოსტონის დიდ წარმატებებს ვერ ვხედავ. ბოსტონს ვეღარ ვხედავ. ორლანდო ორლანდო ხდება? არა, ნიუ-იორკი ხდება. ნიუ-იორკზე კიდე ცალკე უნდა ერთი სიტყვა მაინც უნდა მოსწროთ, იმიტომ რომ ატლანტასთან რაც მოხდა, მაგის პრეცედენტი ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე. ანუ აი ბოლოს Phoenix Suns-ი Dallas-ის თამაში რო იყო, იცი ზღადაობა. კრის პოლმა ესე საათ ჩააგდო სამიანი, რომელმაც ანგარიში 42 პლანტეში ამცირა რა. კარგად გამოიყურებოდა ატლანტა და ხო, სანამ ატლანტაზე მივარ, ჯერ ბოსტონზე ვიტყვი რომ მეც ძალიან მაგარი თამაში იქნება ჩემი ისეთ ახლა Game 7 და თან ერთი რამეა რა, მე არ მეკვის ის რაც ხდება და ფილადელფიაში Embiid-ის დაბრუნებით ეს გუნდი არის ძალიან მაგარი რა. ნახე, აი ძალიან როსტერს რო გადავხედოთ უბრალოდ, ტაირის მაქსი. ანუ შარშან იყო most improved player და არის უკვე რა ვიცი, აი მაგარი რუკი ყავს გვერდით. უტოლდება ხანდახან. პოლ ჯორჯი უზარმაზარი გამოცდილებით კი დოპინგ სკანდალით და 1000 რაღაც ის ჯორჯი არ არის, მაგრამ პლეი-ოფში უკვე მას შეუძლია რომ ორ თამაში, სამ თამაში იყოს პოლ ჯორჯი. ხო, თავისი როლი გააკეთა. ნიკ ნერსი ერთ-ერთი საუკეთესო adjustment-ის ტიპი, რომელსაც შეუძლია role player-ები გახადოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ნიკ ნერსი აქეთ რო აიღო ეჯკომბი, ერთ-ერთი საუკეთესო ტიპი, ძალიან მაგარი სეზონი აქვს რუკებში ეხლა, ანუ რა ვიცი მე. რა ქვია იმას, კელი უბრე. ხო, ანუ ისეთი როსტერია რა, რომელიც და თავიდან როცა სეზონი იწყებოდა და პოლ ჯორჯი იქ იყო და აი მთლიანი როსტერის რო შევხედეთ, ანუ ქვით გრაიმსი კიდე, რომელიც ასევე ერთ-ერთი საუკეთესო აი კონტრაქტია და მინდოდა ძალიან ჰიუსტონში რა. ანუ მთლიანობაში ძალიან კარგი გუნდია და ამ ბოსტონს რომელსაც აი ამიტომ და ამიტომ ეგეთი წელი ქონდა, წესით უნდა უგერდეს კიდევაც. უბრალოდ ფილადელფიას იმიტომ გვიკვრის რომ ამ Embiid-ის ამოტყოფობამ, იქით პოლ ჯორჯის სკანდალმა 25 წუთი გამაზა, აი გუნდის სიტუაცია, იქ დაძაბულობა რეების გავიგეთ რაღაც, ანუ მთლიანობაში უფრო ამის გამო მიკვრის რომ როგორ თუ მოახერხებენ დროზე ფეხზე დადგნენ, თორე წესით ანუ იმას ვერ იტყვიან რომ მე ბოსტონთან რაღაც ბანძებთან წააკეს, ეგრე არ არის. ჯამთელი თუ დაუჭერა ბოსტონი გაიარა, დიდი შანსი რომ ნიუ-იორკი დააყოლოს. რომ ფილადელფია კაი გუნდი არ არის ფილადელფია. ანუ გუნდი ფურცელზე რატო არ არის? ფურცელზე არის კი. მაგრამ მე არ ვიცი, იმიტომ რომ ამ გუნდს არ აქვს არანაირი სისტემა. ან ფილადელფია არის ისო ვერ ექნება რომ ერთად თამაში და Embiid ჩაუტან თიქ წინა ცენტრზე და Embiid რამდენად და Embiid არის ნახევარი იმის რაც იყო დაუშვა შარშან წინ და ასე შემდეგ ხო აი ძალიან ამდენი თამაშის გამოტოვება მოხდა მე მაქსას სერიოზული ტრავმა ჰქონდა და პრობლემა ჰქონდა ხო ხო და პოლ ჯორჯიც მისი პრაიმიდან ბევრად შორს არის და რაღაც დრამონდი იღებს წუთებს მეგონი ხო და დრამონდიც ანუ ისეთია რა შეტევაში მოხსნებენ ბექაპ ცენტრას გამოგადგება ანუ მონაყავთ კიდე იმას ვერ იტყვი რომ ბალანსი არ არის ამ ფურცელზე კაი როსტერია უბრალოდ აი ეგ არის რომ ბერმა გაუგებრობებმა და 1000-მა რაღაცამ
ეხლა ლაპარაკი წავიდა ინსაიდერებიდან რომ დაატრეიდებენო ზაფხულში უნდა და ვინ წაიყვანო რა ფექის ბიჭო ვემბიდი კი არა შენგუნზე იძახიან ეხლა შენგუნის სხვათაშორის აი რომ დაიდო თქვა ყველაზე სასურველი ტრეიდ მასა ანუ გუნდებში ყველაზე მეტი მოთხოვნა რომელ მოთამაშეებზეა პირველი რა თქმა უნდა ვემბანიამა იყო და მეორე იცით ვინ იყო ისა რა ქვია შენგუნი ცენტრებზე ამბო არა მეორე იყო ბოდიში ამენ ტომპსონი და მეშვიდე იყო არა მეორე იყო შენგუნი და მეშვიდე იყო თუ მეხუთე იყო ამენ ტომპსონი ანუ როკეტს ყავს ორი ტიპი რომელიც არის ყველაზე მოთხოვნადი ახლა მოთხოვნადი მათი ასაკიდან გამომდინარე და რა შეუძლია ხო რა ასაკიდან გამომდინარე რომ აი გუნდმა ამაზე აქცენტი გააკეთოს ამიტომ როკეტზე კიდე ესეც მე ვილაპარაკოთ აი ეს იმას რომ ვიზა რა შეიძლება მოხდეს მანდ ანუ იანის ზემიდის სერიოზული ლაპარაკები რამდენად რეალისტური არ თუ არ არის მაგას ნახავთ მაგრამ შენგუნის დაცვათი არის ძალიან კავაიზეც როკეტსის სასტავი ძალიან კარგად დაიწყო წელი ევროპის ჩემპიონატი და მე პირველი თვენახევარი მაგრამ მას შემდეგ ანუ დაცვაში კატასტროფა შეწევაშიც კი მისი მრავალწლოვანი რაღაცა დაიწყო თუმცა ეგ იმის გამო რომ იოკიჩი იმას ჭირდება კემ ჯონსონი და იმას ჭირდება შოთეროლელი გინდა ის ახლა პატარა ბიჭო 23-24 წლის ტიპია და წარმოიდგინეს დაბლ თიმი კეიდიც რო იყოს მაინც იძახია გუნდს დაცვა თუ არ გაიწელა ცოტა პერიმეტრებს დადგა პრევენციას ჩვენ აზრი არა აი ხო ხედავ იოკიჩი რატო გაუჭირდა ერთ-ერთი მიზეზი გაუჭირდა იმიტომ რომ დანკერსპოტთან აღარ იდგა გორდონი კი ეს მორჩა რა სპეისინგში როგორც კი პრობლემები შეექმნება უკვე გუნდური სპორტია კიდევ ერთხელ რა დაბლ თიმს გაუკეთებ და ეთქვი რომ მოდი რა ჯოშო კოგიმ ერთი ვნახოთ სამენიდან ჯოშო კოგიმ რა უნდა ჩა ან მოდი ტარი ისონს თუ წავანდებ ტარი ისონს ქონდა ძალიან მორტალი პერიოდი კაცო 45 ნასროლი ჯამშათიდან 0 ქონდა ჩაგდებული ერთი პერიოდი და 57 ნასროლიდან ქონდა 5 თუ რაღაცა მარტო ჩაგდებული ყველა ხა იმფრინას ქონდაშო ახლა კარგი ისროლია კეინსნერ მაგული მაინ ვინ ეხა ისო შეპარდი პროცენტები თუ შეხედა ხა ისონმა ამოქაჩა იმითი რომ უბრალოდ თავიდან დაიწყო სიგიჟე პროცენტით ან პირველი თვენახევრი 50%-ზე იყო და ლიდერობდა იმას მერე წავიდა ძალიან და მერე ჩამოვიდა რა ხო მაგრამ მაინც აი ზოგადად ვინ არის და ჯერ არის კეიდი მაგ გუნდში აი სტაბილური სროლები ვისაც აი მართლა შეგიძლია რომ შუთერი ვიძახო ეს არის კეიდი და შეპარდი და ჯაბარი სმიტი თუ აი სტაბილური არის რა ხო და ვერა კარგად დაიწყო უნდა გამოასწოროს ბიჭო შენ წარმოგიდგენია რომ 45 ჯამპშათი როგორ უნდა გამაზო ზედიზე NBA-ს გააღწევ ხო და ანუ ხდება რა იცი რა არის ძალიან ფასეული მოთამაშეა ჩემი აზრით აი ხა ერთ-ერთი მიზეზი რატომაც რაღაცა ორი თამაში მოიგეს სხვა მიზეზებთან ერთად იყო ტარი ისონის დაცვა ლებრონ ჯეიმსზე ტარი ისონის თუ ჰიუსტონ როკეტსი ახერხებს პერიმეტრიდან აი ელემენტარული ბურთების აი 35%-ით რო ჩააგდონ დედას ფიცა ვარ თუ ეგ გუნდი ძალიან მაგარი გუნდი არ გამოჩნდეს ყოველთვის მათი პრობლემა არის ის რომ აიდუპენ სამიანებს მაზავენ რა კაი ეგ რაც ეხლა ნიუ-იორკი ატლანტა არ დაგვრჩეს უყურადღებოთ რა და მე ვესტში დავუბრუნდეთ რა იქეთ ხო და არ მოგაგონა თქვენ ნიუ-იორკი ატლანტას სერია ანგარიშიდან გამომდინარე დალასი ფინიქსის ამბავი რა ანალოგი იყო ჩვეულებრივ ესე იგი 52 მე ეგეთი ანგარიში არ მახსენდა 93 19 იყო რაღაც 93-36 უგები 93-36 სიგიჟე თან ანუ ისეთი სერია იყო დაძაბული და ჩახი რა როგორ უცები პრობლემი შოდია 6-2 პრობლემი შოდია ხალბატონო უშემატკივრების პრობლემები არის ეგ რა როგორ წამში უცებ შეიძლება გახდე აი მომენტუმის მსხვერპლი რა ესე იგი 2-1 რომ იყავდა ატლანტას აუ იმას ხომ მივტირი სადაც ეგეც როკეტში მიდოდა ალექსანდრ ვოკერს ძალიან მაგარი სეზონია აი ისეთი მაგარი სეზონია ხო რა კუმინგა გადაიყვანეს და ძლივს კუმინგას რაღაცა თამაში სურვილი მაინც ეთქობოდა და რა დანკი გააკეთა და იქ CJ მაკალუმი ამას აქში რასა კამბექი და პლეიოფში ამხელა იმპექტი და აბა ერთი ამბავი რაღაცა კი თამსდელიც ახლა იუტას მერე ის არის რა კაიმსნელი არის და ანუ ჯონსონი ხო საერთოდ იოკიჩის სტატებზე გადის და ხო ხდები ანუ რაღაც სიმპათიური გუნდი რო უგებდნენ 2-1 ნიუ-იორკს წავიდა ლაპარაკები დორისბერგს და ვიღაცები გამოდიოდა ჯეილენ ბრანსონი როცა ანუ ესეთი დაბალი მოთამაშე ვერ იქნება შენი თავარი მოთამაშე რომელიც ჩემპიონობას მოგაპოვებინებს და აი ბევრი კი ვინ არის მეორე ისა ბეტმენი თუ ეს არის მაშინ რობინი ვინ არის და უკვე როგორი პონტები წავიდა იცი აი რომ მოკლედ კიდევ ერთი იმედგაცრუება და ნუ აი ბეტმენი გამოიტირეს ნიუ-იორკი არ არის შანსი არ არის რაღაცა და უცებ ეხლა გამოაგდეს ეგრევე და როგორ მოუგეს კინახე და მე ვიცოდი რომ ნიუ-იორკი მან მე მგონი მაიკ ბრაუნი მიხვდა რომ კარლ ანთონი ტაუნსი
ყავს საერთოდ გუნდში. რა იცი ნიუ-იორკი ტიპი არ იყენებდა რომ არ გამოიყენებდა. ზოგადად ნიუ-იორკის კალათბურთელები შემდგარი და გამოსული კალათბურთელები არიან. ესენი არიან პერსპექტივაში შეიძლება საინტერესო გუნდი რა. ყველა თუნდაც ჯონსონი ხო ის რომ პლეიოფი როგორც თქვით პლეიოფი არის გამოსტილი და კვერცხებიანი კალათბურთელების საქმე რა ზოგადად. ხო და აქ მხოლოდ კვერცხები აქვს ჯერჯერობით CJ McCollums. სხვებს არ აქვს. გამოჩნდა რა ეგ ამბავი. ბოლო თამაშზე დარჩა სახში. ეგ კვერცხების კიდე დარჩა CJ-საც. ნუ CJ აკეთეს აი ესეთი მცველები ყავს ნიუ-იორკ ნიქსს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დამცველები ყავს. მაგბრაიდი, მიკალ ბრიჯისი და ეხლა დაკეტავენ რა CJ-ის. მიჩელ რობინსონი. მიჩელ რობინსონი და კითხავს რა დამცველები არ თქვენ ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა ნიუ-იორკი უკეთესი გუნდია. შაშანაც ბოსტონი რო გაიარა ფინალურად ითამაშა გამოვიდა მე ინდიანაზე. არამოდის არ მაგარი თამაში. აი მოდი ვესტში ძალიან სერიოზული. ვესტში სან ანტონიოზე არ გველაპარაკი ამ გოლი. მოდი უცებ მე რა მაინტერესებს გადავალთ ოკლაჰომამ დახურა. ხო, მაგაზე ლაპარაკიც არ ღირს. ოკლაჰომა არის აი. თავარი ფავორიტი ეს გუნდი მეგობრებოდა, მოდი ვთქვათ რომ ყველა ველოდით ამ შედეგს და დიდად არ შეგაწყეთ თავს ოკლაჰომას მაგარ სისტემაზე და მაგარ გუნდობაზე ლაპარაკით. ეს არის საოცარი კალათბურთი, ეს არის ყველაზე მაგარი ბენჩი მთელ ლიგაში, ყველაზე მრავალფეროვანი დაცვაში, შეტევაშიც შეიკიდევ ამ მტკიცებს და ალბათ 70-80% ამ გუნდის გამჩერებელი წელს მაინც ვერ იქნება თუ სასწრაფო არ მოხდა ჩემი აზრით წელს უფრო ძლიერი. მაგაში აი ვერ დაგეთანხმები და რას გულისხმობ. ვერ დაგეთანხმები რა ცალსახად საუკეთესო გუნდია, მაგრამ ისევ და ისევ მიდიხარ მომენტუმამდე. შეიძლება უცებ აი წარმოიდგინე რა შარშან დენვერთან გეიმ 7 დაჭირდა არ გორდონი რო ფეხი რო არ გაეწყვიტა და უგედურება რომ მოსულ ცალი ფეხით არ გამოიყვანათ გეიმ 7-ში. დენვერ შეიძლება თავისუფლად მოიგო ექსელია რა. ამის მერე წარმოიდგინე შეხვდნენ ინდიანას რომელიც თავარი სიურპრიზი იყო და რეები აკეთეს საერთოდ რა 25 აი ჰიუსტონმა როგორც გააკეთა ხო 25 წამიო ეგეთი ხნეს 1-10 თამაში ზედიზე ნიუ-იორკთანაც იმასთანაც ანუ 8 ქულას აგებენ 35 წამი ანუ მაგ სასწაულს 20%-ში რა ხო და წარმოიდგინე ანუ ინდიანამ რაც გააკეთა ერთ პლეიოფ რანში ეგეთი დაკამბეკებული თამაშები გუნდები არის რომელსაც შეიძლება ბოლო 10 წელში ერთი არ აქვს და ამათ როგორ მოახერხეს ზედიზედ რომ ჰალივარტონი რო არ დამტრეული იყო მოუ ხო და აი მე მჯერა რომ კარგად დაიწყო ჰალი 12 ქულას მე მჯერა რომ დაჟე ოკლაჰომას რო შეი გამოაგდეს მაინც აქვს პოტენციალი ჩემპიონი არა იმდენად სისტემა მე არ მგონია რომ ჩემპიონები გახდნენ მაგრამ თუ ვინმე არის გუნდი რომელსაც რო გამოაკლო ერთი ტიპი მაინც შეიძლება რომ დარჩეს კონკურენტული მაგია ეს არის ოკლაჰომა მე მგონია რომ ოკლაჰომა თავარი პრობლემა კი არა ის არის რომ შარშანელზე უკეთეს გუნდია წელს ხო რა ფინიქსი არ უნდა გასვეულიყო და ხო ვიტყვი რატომ ფინიქსი არ უნდა გასვეულიყო მეცხრე ნახე ფინიქსზე ცოტა ისეთი შეფასებები ახლა რომ აი ბევრი ამბობს რომ საერთოდ თავის თავს გადაახტა და რაღაცა რა თქმა უნდა კი რაღაცები თან ბევრი ტრავმები ქონდა ჯეილენ გრინის უალე წელი იყო და რაღაც მაგრამ მაინც რა ანუ ბოლოს შედარებით ჯანმრთელები იყვნენ ანუ არ იყო მარკ უილიამსი რაც დიდი ძალა მესმის მაგრამ იქით არ იყო ჯეიდაბი ანუ იქით რომ ჯეილენ უილიამსი არ არის და შენ მაინც გსვიპავენ რატო იმიტომ რომ წარმოიდგინე ბუკერი გააწამეს რა და გრინიც ახლა წარმოიდგინე დორტი რო დაგწევს არუზო რო დაგწევს კეისონ უოლასი რო დაგწევს ჩეტონ გრენი რეგულარული სალიკეთ მოიგეს უბრალოდ მართლა აი საჯების ფაქტორიც არის განარავენ მაგრამ ხშირ შემთხვევებში ოკლაჰომას ისეთ რაღაცებს უტარებენ, რასაც სხვა არც ერთ როსტერს არ გაუტარებენ. მართლა ეგრეა, დედა, აი მართლა. რატო შვებიან? არ ვიცი რა, ოკლაჰომელი არის საჯები. არა ეგრეა, უყურო თამაშს შაიზე მარ. ნახე, ეს სტილის მოთამაშეა უბრალოდ და უსრულებს რა. ყოველთვის ეს მე არ მომწონს. აი დაცვა ძალიან ბიჭო. მე არ ვარ შაის ფანი, პირიქით. სუპერ ვარსკვლავებს შორის ყველაზე ცუდი სუპერ ვარსკვლავი მგონია ერთ-ერთი შეი, იმიტომ რომ აი ისი სტილის გამო და რაღაც. ხო, მაგრამ იცი რა არის, მაგასაც ორად იყო. მეც შემთხვევით ძალიან ცუდი შესახედია ხომ რაღაცა მომენტები ამ ხლის რა, მაგრამ ერთი რამეა რომ ვიღაცები ესე უყურებენ რომ ეს არის თამაშის ნაწილი და მაშინ ხომაც გააკეთეს. თუ ეგეთი ადვილია რომ შაი კიდევს ეხა ანუ აფოლის აკიდება სკილსეტი რატო ამიტომ რომ შენ მოწინააღმდეგის რითმი იცი უკვე ზუსტად და ისეთ მოძრაობას აკეთებინებ რომ სადაც არ დარჩეს ეხლა ეგ ჯარიმები თვითონ მოწინააღმდეგეს და ნაკლები დაცვა მოდის უკვე შენზე და ეგ ნახე ლეიკერსთან ის არის რომ ბევრ ჯარიმებს უდებენ და მეც ეხლა რო უყურებდი მე სუბიექტური ვარ მაგრამ მაინც მომეჩვენა რომ ხო ლეიკერსის მოკლედ ჯარიმები რომ ნახო ლეიკერსის აი სტატისტიკა როგორია რა სხვა გუნდებთან შედარებით ბოლო 10 წელი თუ რა ბოლო 5 წელი მინიმუმ სანამ ლებრონი გადმოვიდა ანუ აი ერთი ორი თავით ყველაზე
ყველაზე მაღალიდან, თუმცა მეორე რიცხვი დონჩიჩი ყავს, ლებრონი ფარს უტევს, დონჩიჩიც ფოლებს იკიდებს და ნუ რივზიკი იცი რომ ფლიკივით რო დახტება აქეთ-იქით. ამიტომ შეიძლება ეგეც იყოს მიზეზი, მაგრამ ყოველთვის როცა კაი გუნდი არის, აი ოკლაჰომას ეხლა იმდენ სამწარებს, იმდენი გაგვაგიჟეს და იმდენი გადაგვრიეს, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ობიექტურები მათ შეფასებაში რა. ამიტომ იმისათვის რომ დავადგინოთ ოკლაჰომას, ჯერ უნდა დავადგინოთ ოკლაჰომას ზოგადად მიკერძოებულობა გუნდზეა თუ ერთ მოთამაშეზე. გუნდზე მე დორტზე მაგალითად საჯებზე ცოტა გაბრაზებული ვარ, რომ უამრავი შემთხვევა ქონდა რომ ბინძურად თამაშობდა. რამე ქენიც მაგრამ და ხან იოკიც გამოგვდებს ფეხს, ხან იმას უძავს, ხან ამას უძავს. აუ, აი, NBA-ის საჯობა არის ცალკე მოვლენა. მე ეგ უფრო მაღიზიანებს ვიდრე შაის აკიდებული ისინი მაგრამ დორტი არის ყველაზე ბინძური ძალიან ბინძური. მაგრამ ეძახი რა. მაგრამ ეს ბუკი ყველა შენ გუნდში რო იყოს მაგრაგაგის ილო როგორც თქვა სუბიექტურები ვართ. საერთოდ დორტი არის რომელიც დაცვის ის ასპექტი იცი, რომელიც უდგება ლიდერს მოწინააღმდეგეს, ხო? იყო ბრიუს ბოუენი, ეგეთი ტიპები იყვნენ რა. ხო, მაგრამ მესმის ბოუენი მასე ჩატლახი არ ყოფილა. ჩატლახი არ ყოფილა, მაგრამ საკმაოდ უხეში ტონი ალენი იყო ეგეთი. ანუ დორტს ეგ უნდა აკეთოს რა. არა, რა თქმა უნდა, და მე მაგას ბოსტონში რო იყოს, როგორც ილომ თქვა, გაგისწორდებოდა, შენ ჰიუსტონში მაგას გაგისწორდებოდა. ხო, მაგრამ რა, კი ბატონო, ბაზარი არ არის, მაგრამ მანდ ერთი თემაა, რომ ეგ ჩვენ და ლიგამ უნდა ობიექტურად ფაქტები შეგვიდოს ემოციების გარეშე და როცა ხედავ რომ მოთამაშე სისტემატიურად ხან ფეხს უდევს და ცდილობს რომ ალეწოს მოთამაშე და შიში ჩაუნერგოს იმისი რომ რაღაცა პატარა და ეგრევე ფეხს წამოუდებს ან რაღაცა ეგეთი ეგ არის ძალიან ცუდი. ნუ ესში დაგვჭა სან ანტონიო და დენვერი და მინესოტას მაგარი ჯახი. რაც საუბრობ თქვა არის. რაც ხვით არ გითხოს. რა არა, არ გიგვამს და რაც დასრულდა, ისის დასრულდა და ესეს დასრულდა და მოდი გამოვუშვათ შეფასებები, ჯერ სან ანტონიოში დავიწყოთ. პორტლენდს დიდად უნდა იღლებით. არა, პორტლენდზე, მაგრამ ჩემი დიდი სიმპათიები აქვს. მაგარი. შემდეგ წელს ლილარდი ბრუნდება და კიდე თუ რამე დაჭირდათ რესურსი საკმარისზე მეტი აქვს, ტუმანი და აუდიას ასეთი პროგრესია. აუდიას ესეთი პროგრესი და რამის ლუკას ციფრებზე გადის ხოლმე, სტილისტურადაც კი ხანახან ლუკას მაგონებს. რა ქვია ჯრუჰოლდეი კაცი ლეგენდა რა თქმა უნდა სკუტ ჰენდერსონზეც ჯერ კიდევ რაღაც იმედები გაჩნდა იმიტომ რომ მოუმატა საშინელი სეზონის მერე კლინგანი ძალიან კარგი არის ეგ კი არა უკვე ნანობენ ჰიუსტონში რომ შეპარტი მოიყვანეს და არა კლინგანი ფანები მაინც ყოველ შემთხვევაში ანუ ეგა და ტუმანი კამარა რომელიც 52 თუ მე-14 პიკი იყო როცა კეიდი სანში იყო და მათი არავინ არ ელოდებოდა ეგეც რავი და ბევრი რესურსი აქვს და ძალიან ესეთი დიდი ამბავი მოხდა ჩანსი ბილიფსი FBI-მ და იმებზე რომ ამ ჩაწყობილ თამაშებზე ბევრი სკანდალებიც მოხდა ეგეც გადაიტანეს და ჩემი აზრით შემდეგ წელს ლილარდი თუ ისეთი დაბრუნდა როგორც რეალურად თან ბედნიერი იმიტომ რომ ოჯახთან და ცხოვრობს კარგად არის უხარია ისევ რები დაიწყო და ისევ დეინ ტაიმი შეიძლება დაბრუნდეს იმიტომ რომ ისინი ადამიანები არიან და მათთვისაც კომპლიმენტები აღნიშნავ ეგ არის სან ანტონიოზე ჩემი კომპლიმენტები კესტლი ერთ-ერთი საუკეთესო პიკია და ისევ და ისევ კი ჰიუსტონს შეიძლება უფრო შეპარტისნაირი ჭირდებოდა მაგრამ წარმოიდგინე შეპარტი მესამე იყო და ეს მეოთხე ანუ და ეხა გულშემატკივრები აუ ის გვინდი ნეტა ის გადმოგვიყარა ნეტა ის მაგას ვერ გავიგებ ძალიან მაგრამ მართა სან ანტონიო მთლიანად ყველაფერი მან ვიდეო და საუბარი შეიძლება კეიდის გადასულიყო მაგრამ ეგ არ მოხდა სწორი გათვლები გააკეთეს მოიყვანეს ფოქსი ყავთ ვებანიამა ნახოთ ხო სწორი არასწორი ამას კიდე გამოაჩენს დრო ჯერ ძალიან რთულია ჯერჯერობით სწორია ხო ჯერჯერობით როგორც მინდის თავარი მიზეზი იყო რა უნდა დაგვიწევთ რომ არის სისუსხო პლანეტელი რომელიც აი აქედან აკეთებს ბლოკებს ანუ აქედან ერთ საფარით და იმ ყასით უნდა აგე მეორეს იღებს და ანუ სიგიჟია კეიდი დაეჯახა აქამდე წდებოდა წარმოიდგინე რა და რუდი გობერი მაგასთან შედარებით ბავშვი ვიტა და ფულაპ სამიანებს ისვრის ანუ უდიდესი იმპექტი აქვს თამაშზე სან ანტონიოს საუკეთესო წლები აქვს წინ მიხარია რომ კიდევ ერთი ევროპელი თან ეგეთი მონსტრი მოხდა სწორედ მაგ ორგანიზაციაში იმიტომ რომ დიდი გამოსტილება და კულტურა აქვს ორგანიზაციის დომინაცია სან ანტონიოს შემდეგ სულ სანამ ვემბანიამა იქნება და ერთ-ერთი მაგ ბიჭის აი აგებულობა ისეთი ფრიკია და რაღაც მისი აგებულობა, შეიძლება აი ტრამვები, იქ რაღაც, იმიტომ რომ ფასი ალბათ ეგეთი ფრიკობის და ეგეთი ათლეტიზმის, ნუ სიმაღლის ყველაფრის ალბათ არის ხანდახან ის რომ ჯანმრთელობა. აი თითქოს ეგეთი მოთამაშეებს, აი ემბიდიც ეგ არის. უდიდესი ნიჭი, ტალანტი, მაგრამ აი არ უშვებს რაღაცა რა. ხო და რა, საუკეთეს მე რო სან ანტონიოს გულშემატკივარი იყო, ჩემი ერთ-ერთი საყვარელესი ორგანიზაცია, უსაყვარლესი, იმიტომ რომ მაგა პოპოვიცი გიჟდები, ფავორიტი მწნელია და სურნავიჯებს აკეთებს. ხო რა და მევასება კულტურა მევასება. მე მგონი კონფერენციის ფინალებში დაგვიждდება დიდი ალბათობით ოკლაჰომა სან ანტონიო და აი მან იქნება ალბათ მაინც და სან ანტონიო ძალიან დიდ წინა აი
სანატონიო ოკლაჰომა თუ იყო, არ გამორიცხოთ რომ თამაში იქ რეგულარულად. ხო? აი, იმიტომ შაი კრიპტონიტი არ გაიჩითოს. მაგრამ მე ხო, მე მაინც ოკლაჰომას ვიხრები რა. შაი კი იძახდა რომ მე უშემიძლიაო რომ ფარშიო ნებისმიერთან შევიდეო რა და ეხა რომ იქ დადგება ვემბანიამა რამ თითქმის ყველა ოკლაჰომას მოთამაშე ანუ ძირითადი ტიპები ძალიან ჯენდო უილიამსი იქნება ჩეთ ჰოლმგრენი იქნება თუ შაი ყველა უტევს ფარს ხო და როცა ამხელა მონსტრი იქ დგას და აქვე ქესტლი ყავს რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო პოა დეფენდერია და პერიმეტრიდან ყველა ჩემი ეს X ფაქტორი იქნება მათ ქესლის პერიმეტრიდან სროლა თუ ეს თემა დალაგდება ხო აქეთ ფოქსია ფოქსი მეოთხეში ნუ ვიცით როგორია კლაჩი აი მოკლედ ბალანსი აქვს ყველაფერი კენდენ ჯონსონი მე-6 კაცი გახდა წარმოიდგინე ერთი გიგიდან ერთი მე-6 კაცი გახდა კენდენ ჯონსონი გახდა მე-6 კაცი და ვემბანიამა გახდა წლის საუკეთესო დამცველი და ქესლიც ახლა მოდი ვთქვა ისიც რომ ერთადერთი ყველაზე მე თუ ვინმეს აქვს ალაპარაკო რომ შეუძლია პრობლემები შეუქმნას სამწამიაში ვემბანიამას არის ჰოლმგრენი მე ასე მგონი იმიტომ სტილისტურად იგივენაირი დამცველია ჯანით ეხლა ვემბანიამ არასდროს არ აწუხებს სხვა ანუ უფრო მაინც ჯანი არა მაგრამ ანთროპომეტრია ისეთი იმასაც არ აქვს ხელი მაგრამ აი კოჭებამდე ჩამოდის ჰოლმგრენს ხელები და მეორეზე გავიდა დიპოიშიც და ანუ ჰოლმგრენს შეუძლია ყოველ შემთხვევაში ლიგაში ყველაზე მეტი პრობლემა შეუძლია ჰოლმგრენს შეუქმნას ვემბანიამს ბავშვობიდანვე რომ ერთად ამერიკայի საფრანგეთი იყო მაკედან მოყოლებული ჰოლმგრენი არის ერთადერთი კაცი ვინც შედარებით გაუწევს წინააღმდეგობას ვემბანიამს ხო და ნუ ინდივიდუალურად ერთი მე ვთვლი რომ ჰარტენშტაინი და ჩეთ ჰოლმგრენი ერთად კომბინაციაში უნდა ეცადო რა აი როგორც იოკიჩთან მარტო გობერი არ არის ან მნიშვნელოვანია მაგდენიოსის როლიც რა ანუ მაგდენიოსი და გობერი ერთად რასაც აწყობენ იქ არის შედევრი ხო მაგარია დაცვაში აი მაგარიმ გადავიდეთ მაშინ მინესოტას აუ მინესოტას მართლა ბრავო ტიპებს აკლიათ წარმოიდგინე დღეს გამოტოვა თამაში დოსუმო ეგ რო გავიგე მერტკი მორჩა ისედაც მეგობარს ვწედი რომ მაგრა გაგიმართათ მეთქი წარმოიდგინე რა აქეთ არან გორდონი არისო კი ბატონო მაგრამ სამი ტიპი აქვთ და როგორი ტიპი ფრენჩაიზ პლეიერ არ ყავთ ენტონი ედვარდსი გამთამაშებელი მაგათაც ქონათ პრობლემა კონლი ახლა ხო ნახე იყო ზუსტად მინესოტას თავი პრობლემა სულ იყო მოგველებული კონლი და არ ყავს გამთამაშებელი რა და ნიჩეს ვიპოვა საკუთარი თავი თითქოს მაგრამ აი ნახე ჯეიდა მაგდენიოსმა ამ სერიით გააკეთა ჩემეზე ძალიან დიდი სტეიტმენტი ეს ერთი თვითონ მინესოტამ რაც გააკეთა ის მათთვის იქნება ძალიან მაგარი იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ეს პოზიტივის შემოიტანა ამ იმედგაცრუების მერე რომ NTI ნეცა რაღაცა და გამოჩნდა რომ აი ოღონდ აი გულდასაწყვეტი იმიტომ რომ მაინც გობერის ასაკის გამო და რაღაცა მაინც ის გაქვს რომ აი ეხლა თუ არ მოიგეს ამ წელსაც აი მერე გობერი კიდე მერე ახლიდან ანუ კაი შანსი აქვს რა ეხლა რა და უბრალოდ ერთი რამე არ უნდა გვახსოვდეს როცა ილეწებიან NBA-ში ყველა მოთამაშე იმ დონის არის. აი ლუკ ენარდია მაგის კაი მაგალითი და მარკუს სმარტი რა, უფრო ლუკ ენარდი. სადღაც აი შეიძლება ეხლა თქვა რომელიმე გუნდში როლ პლეიერი იყოს ვიღაცა რა, მეხუთე კაცი იყოს ან ბეჭდან შემოდიოდეს, მაგრამ როდესღაც ისტორია ჰაი სკულიდან დაწყებული ექნება, როცა იყო 메인 გაი. ანუ მთავარი ლუკ ენარდიც რა NBA-ში სანამ მოხდებოდა, ექნებოდა თამაშები, სადაც მათთვის ეს არ არის ახალი. 5-ის და 6-ის როლით მეტი აიღოს ან გათამაშება გაიხსენებს და ეგ არის რა. ხო და ჩემი აზრით აი მაგდანიელსი იქნებათვის აი როლ პლეიერები უმნიშვნელოვანესია. ბრუს ბრაუნის როლი დენვერის ჩემპიონობაში 2023 წელს არის აი სასწაული. იგივე ჯორდან პულის და ვიგინსის განსაკუთრებით თქვენთან ბოსტონთან სერიაში კავალონი მემფისთან სერიაში 22-3 გუნდი იგებს მეთქი რომ ვიძახი ყველა კი არ ვიძახი პასკალ სიაკამის არის მაგის სიმბოლო რაღაცნაირად რომ თითქოს არა გუნდს თუ არ ყავს ეგეთი ტიპი ჩემპიონი ვერ ხდება ხო პასკალ სიაკამი არა ჩემთვის დენვერი მაინც ძალიან დიდი იმედგაცრუება როცა სეზონი დაიწყო მე OKC დენვერი და ჰიუსტონი ოღონდ ჯამთელი იყო თქვი თავად ზამას პლეიოფი დაიწყო დენვერი დენვერს ყველაფერი ქონდა რომ ყველაფერს უპასუხო არა ჰიუსტონის როცა თქვით თქვენ ოკლაჰომა რო თქვით და ბოსტონი მეთქი განვასხვავებ და ვისით განვასხვავო დენვერით ზუსტად მაგიმით რომ რაღაცები არის გორდონიც გონი გამოჯამთელდა და უფრო მეც მოველოდით მოდი შევაჯამოთ მოკლედ პლეიოფის აი current სიტუაცია რაც არის ხო იმიტომ რომ მე ვატყობ ახლა დროს სასაკვირველი არ უყურებ მაგრამ სადღაც ოვერტაიმში რო ვართ მაგას კი ხვდები და აი რაღაცებზე მინდა რომ გადავიდე მე პირადად რა ერთს ვიკითხავ თუ გაქვთ ინფორმაცია ედვარდს იქნება სერია არა საერთოდ ამ სერია არა სერია ამ შემდეგ სერია ახლა და რაც დაიწყო ამბობენ რომ კი
ამბობენ რომ კი არ იქნება დენვერთანო, მაგრამ შემდეგში ძალიან ცუდად დაიცა. მასე ლუკაზეც იძახდნენ, არ ვიცი, ნახოთ ალბათ ლუკა არ იქნება. წვეში. მისელს არ იქნება. ხო და ხო ახლა ეს სხვა. აუ დღეს მოიგენ და მე არ გამოვანაცვლებ ხო მოკლედ შევარჯავოთ ძალიან საინტერესო პლეიოფებია დამეთანხმებით რა ძალიან ბევრი მოულოდნელობით ბევრი Game 7 მოდის და მოკლედ კალაბურთის გულშემატკივრებისთვის ნამდვილი ზეიმია და ველოდები წინ კიდევ უფრო მაგარი ხო ნუ ინტუიცია მეუბნება რომ ამაზე უფრო მაგარი ამბები გველოდება წინ Magic-ი და Pistons-ი Game 7 იქნება არა ჯერ 6-ია და არა ხო ჯერ 6-ია და დიდი ალბათობით იქნება გადაცემა დაიდება მე მგონი უნდა იყოს ან დახურავს Magic-ი ან Game 7 იქნება ხო ეხლა საფში ბოსტონში Game 7-ია ბოსტონში მოულოდნელად Game 7-ია და მაგარია ძალიან ასწორებს კიდევ სად გვაქვს ჰიუსტონში იქნება სავარაუდოდ ჰიუსტონში დაუშვა კიდევ ძალიან დიდი ჰიუსტონში არა ლოს-ანჯელესში იქნება და იძახდა სხვათა შორის რომ ხო აი ხა მოხდება ეხლა დაიწერება ისტორიაო და რავი ნახოთ მე ვამბობდი მაგაზე 3-0-ზე ვთქვი ვიღაცად კალაბურთის გულშემატკივრობა ესეთ მაგარ პლეიოფებს დასაწყის და მოდი ეხლა მინდა რომ რადგან ილო ყავს სტუმრად და ესეთი მაგარი ფანი კალაბურთის მინდა რომ აი ილოს ესეთი გემოვნებასაც შევეხოთ ზოგადად კალაბურთშიო აი მოდი ილო დავიწყოთ შენი ყველა დროის all time top 5 პოზიციების მიხედვით და რა ძალიან საინტერესო იქნება აუ ეგ point guard-ის და სული ამბობენ რომ აი Magic-ი თუ Steph-ი აი ეგ არის რა იცი რა არის მოდი ესე ვიტყვი მე ესე ვიტყვი რომ რა თქმა უნდა, ანუ დროს ეპოქას რაღაცებს იყვნენ გააჩნიან. აი სტეფი და მეჯიკი დროპი და ანუ ერთი პონტია. ანუ თუ ვინმე იტყვის რომ არა სტეფია უფრო უკეთესი, ვერ დავუწყებ და თუ იტყვის რომ მეჯიკი. მე მეჯიკს არ ვიყვანდი, იმიტომ რომ შემდეგი კიდე როსტერები ვინც არიან, ეხლა თანამედროვე კალაბურთში რა თქმა უნდა სტეფი ჯობია, შეიძლება ყავდეს ხო, თან ვითომეტეს ხვებსაც რომ ჩამოთვლი, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე მეჯიკის მიმართ მაგ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რა მაგის ასეთების ყურება შემიძლია მუდმივად და რაც მაგან გააკეთა 23 წლის ასაკში, მოკლედ არ დავიწყებ. მეჯიკი მეორე რა თქმა უნდა ჯორდანი თავისთავად მესამე კეიდი მეოთხეზე ლებრონი და მეხუთეზე ცენტრი მეხუთეზე ავიყვანდი ოლაჟუანს მე რა მიუხედავად იმისა რომ შაკზე არა მაგრამ ოლაჟუანი ძალიან მეყვარს სამაგარია მაგარი ხუთეულია თუმცა აი ხუთეულია კაი ზოგადად მაინც შენ ამბობ რომ კეიდი არის შენთვის ის კალაბურთელი მაინც ვინც გარდამტეხი ის როლში ასრულებს შენ კალაბურთის სიყვარულში ხო თუ მანამდეც ყავდა სტეფიც ორივე რა მე ვფიქრობ იმიტომ რომ მე რო პირველად აი სტეფის ეს რაღაცები რო ნახე რა და რო შევხედე რომ მეთქი ბიჭო ეს ტიპი ანუ ვინ როგორ ხალისობს და ანუ ჯერ ხო როგორი ნათელი ტიპი არის მე როგორი მართლა ისეთი ოჯახი ყავს და მართლა აი ნახე უშეცდომა განსახიერება არის როგორი უნდა იყოს ლიგის სახე. დიდი ფიგურა. აი განსახიერება არის როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა უვლიდეს თავს, როგორი უნდა იყოს ოჯახთან, როგორი როლ მოდელს რო ეძახიან. როგორი ტიპი იყოს, არასდროს არაფერი არ გაუკეთებია, არ უველია, არ ქონია ბეიბი მამა დრამები და რაღაც სიგიჟეები და ასე შემდეგ. არაფერი ეგეთი, არც რამე დოპინგთან, არც კეიდივით რაღაცა ბერნერები და ასე შემდეგ. ანუ მაგალითია იმისი, როგორი უნდა იყოს ანდერდოგი ტიპი, რომელიც ლიგაში რომ მოდიოდა, ბლეი გრიფინის სტანდარტი იყო მაშინ და 6-9 ტიპები და უცებ ეს ანდერსაიზი მოდის შუთინგი და რაი რაღაც დავიდსონის კოლეჯიდან ვინმე იფიქრებდა რომ ეგ რო ლიგაში შემოვიდოდა ისე შეცვლიდა კალაბურთო კარლ ანთონი თაუნსი სამენების კონკურსის ჩემპიონი გახდებოდა ვერავი ხო შესაბამისად ძალიან დიდი პატივისცემა ჩემი სტეფს ეხაც რა თავისუფლად შემიძლია მეჯიქს მოკლედ სტეფი მყოდეს ერთი წამ პრობლემა არ მექნება უბრალოდ შევეცადე რომ რაღაცა ძალიან ერთი თაობის ტიპები არ ყოფილიყვნენ მეჯიკის თავისი იმიტომ რომ სტეფს უამრავი ფანი იყოს და მინდა რომ მეჯიკისნაირი ტიპებსაც თავისი ისინი მეჯიკია ხო რა თქმა უნდა არა და სტეფი არის აბსოლუტურად გეთახმები რომ ეგ არის როგორც პოინტ გარდი ალბათ მე ხან ერთ ვირჩევ ხან მეორის მან ხო როგორც პოინტ გარდი კლასიკურად ალბათ უფრო მეჯიკი მაგრამ ალბათ ჩემი აზრით როგორც გავლენა ვინც მოახდინა კალაბურთზე საერთო ჯამში კალაბურთის გადამრჩენელი არის მეჯიკი და იმ ეპოქაში ამეთ მეჯიკის გარკვეულწილად რევოლუციონერი იყო გადაარჩინა კალაბურთებმა პოინტ გარდი ახალი სიტყვა იყო კალაბურთში მაინც რაც მეჯიკმა გააკეთა იდეაში ხო მან გეთახმები აბსოლუტურად ძალიან საინტერესო კარგი კიდე ერთი კითხვა აბა აი დღეს მოთამაშე კალაბურთელების ხუთეულიც დაგვიყენე აი ეხლა ვინც არიან რა
აი, ნუ პირველი სტეფი, ანუ ნომერზე თუა, მესმის რომ შეიძლება ასაკიდან გამომდინარე უკან ვიღაც მაგ სტეფი. მეორე ვფიქრობ რომ იყოს ენტმენი ყველაფერში. იყო დრო რომ შეიძლება პოკერი დამეყენებინა დღეს აბსოლუტურად სხვადასხვა დონეზე თამაშობს საუბრობ. ენტმენი მეორეზე, მესამეზე ჩემი სუბიექტურობის გამო კეიდი. მეოთხეზე ამასაკში ლებრონი აღარ და ამიტომ მეოთხეზე იყოს იანისი და მეხუთეზე ეხლა როგორ თქვა ობიექტურად როგორ მიგონო ძლიერია თუ აი მერამე ვასება რა მერამე ვასება აი მაშინ სტეფი ენტმენი კეიდი მეოთხეზე იყოს რა ქვია დავაყენო მეოთხეზე იყოს დევისი, ჯამთელი დევისი. მეც მევასება ჯამთელი დევისი. მეც მევასება. და მეხუთეზე იყოს მეხუთეზე ვინგი. აი ებიდი რომ ადამიანი იყოს და ისა იყოს რაც არის ეგრევე მან იქნებოდა რა. ეს რა დავახენო ახლა ეს ცოტა კარგად რომ სწავლობდეს და რაც მეხუთეზე და ჯოკის უარყოფ მან მე უარყოფ აი უარყოფ სიყვარულიო კაცმა აცალეთ ვიდეო შენგუნი არა კაც შენგუნზე სულ ვიცახი დედასპიცა რო არის ცენტრებში კაირი ირვინგი რა ანუ ცენტრების მოძრაობების პონჩი ვამბობ რა როგორც მოძრაობს შეუძლია ძალიან ცოტა ვამდია თუმცა რავი აი ვინ თქვა ეხლა დღეს ვინ არის ესეთი იოკიჩია ნუ ხო ცალსახად რა ამ ეტაპზე ხა ცენტრებში ხარ კონკურენციაც კი არ არის მაგრამ მაინც ვინმე ისეთი მინდა რა უფრო აი დამცველი ვემბი იყოს ვემბი ხო ვემბის დავაყენო იზენაკლებს ოკეი აი ფიცეული გამოვიდა ასე შეიძლება გავაბურთები არის გავაბურთის რონალდინიო კაირი ხო არა რონალდო ძველი ლუის ნაზარი ხო აი გორმე ვასებოდა ეგ იყო ჩემი მე უბრალოდ ფენომენი მაგან აი ხა მაურინიოს ერთი ის იყო ხა კომენტარი გამახსენდა რომ აი ვინ იყო თქვენთვისო ისეთი და ხო მეც მაგამეთე ტრამები და კარიერის მოჭი არ ძალიან დიდი იქნებოდა სულ მაგას ვამბობ რა სულ მიდის ხოლმე ჯორდანზე და ლებრონზეც და ხო ყოველთვის მიდის ეს საუბრები სხვა რამეა კარიერა აი მაგალითად კეიდი კარიერის მართვაში და მათ იღბალის თემაც არის კი ბატონო 1000 რაღაცა მაგრამ ну აი კარიერის მართვაში და ზოგადად კი რა თქმა უნდა შთამბეჭდავი კარიერა მაგრამ არ მომწონს ვისი რაღაც გადაწყვეტილება მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ უფრო აი როგორც მოთამაშე აი როგორც მარტო ჰუპერი კი არა როგორც კალათბურთის მოთამაშე რა თავის ტალანტით თავის იმპექტით და პირველია წელს გრავიტაციით ეს ამასაკში მნიშვნელოვანი ხო შეიძლება უკეთესი იყოს მაგრამ კარიერა ვიღაცას უკეთესი იქონოს მაგრამ ინდივიდუალურად უკეთესი ეს იყოს რა ანუ ხდება ეგეთი შემთხვევები მაგრამ ეს ერთი წამითაც არ ნიშნავს რომ არ არის დასაფასებელი იმას რასაც აკეთებს თუნდაც ლებრონ ჯეიმსი რა თუ არ მაიმუნოს და ისევ რაღაც ჟინი რასაც მოგების გამარჯვების ჟინი ლებრონ ჯეიმს რო აქვს ალბათ ეგეთი არასოს არავის არ ქონია ჟინი თუ მიდგა კობი ბრაიანტის მე შენ თუ ეხლა მე კობი და ჯორდანი მოთამაშე მან დარი რა ანუ იმიტომ რომ ლებრონი რო მან დარიყოს ვერ გახდებოდა ლებრონი მაგრამ ყველაფერი შედარებითი. არა, ეგ ძალიან მაგარია, თუმცა ხო, ნუ არანაკლები მენტალიტეტი ლეგასიზე ვიდრეკობის რა. არა, ჩემი აზრით. იმიტომ რომ მენტალიტეტი? ხო, ჩემი აზრით. რა იგულისხმება? რატო ხდება შეგულისხმება? მოთამაშეები კობი ვეტერანი, პაუსთან ერთად რომ მოიგო ლიგა, მაგის შემდეგ კობი არც ანუ განხილვის დონეზეც არ ითვლებოდა იმის რომ შეიძლებოდა რომ კობის ან მოთამაშე ყოფილიყო როგორც კარიერაში გაუცხდა ეგ შენ ახლა ლონგჯევიტის იძახი და 28 წლამდე ითამაშა შენ შენ ბაზრობ ლონგჯევიტის მოგების სურვილზე არ არის კობის ტრამებს ვერ შეადერებ ლებრონის ტრამთან ლებრონი ფრიკია ლებრონმა როგორც საკუთარი თავის ხეული იცის ისე არც სხვა იქნება არის ამის ყვება ეს მარტო არა მე ვამბობ რომ ვიღაცის პიკი და ვიღაცის პიკი შევადაროთ და არა ვიღაცის კარიერა და ვიღაცის კარიერა ეგ სხვა რამეა ჩემი ჩემთვის უცნაური ის არის რატომ არის და არ არის საწყენად ვაფშე რომ ახლა ლებრონის ფარამსა და რაღაცა მაგრამ რამდენი უმეტესობა მოთამაშე NBA-ის მოთამაშეები ყოველთვის იტყვიან მირჩევნია ვეთამაშო ლებრონს ვიდრე ვეთამაშო ან მაიქს ან კობის არა იცი რა არის მე ესე ვიტყვი რა აი ბოლოსკენ ვარ და მინდა ეს თქვა ძალიან კარგად რომ მეგობრებო არ არის აუცილებელი თუ ვერთობით და თუ აი ბარბერშოპის
თემები ხო ეგ არის რა, რომ ეს დებატ შოუებიც მაქედან წამოვიდა, რომ ერთი იძახის რომ მუჰამედ ალი, მეორე იძახის ტაისონი, ერთი ეუბნება აზი არ არის, მეორე კი და თელი მარადონა თუ პელი. ანუ ეს ყოველთვის იქნება მიზიდველი და ადამიანებში ეს ლაპარაკები სულ იქნება, რომ ჩაკ ნორისი თუ ბრუს ლი და მამა შენი თუ მამა ჩემი თუ რაღაც. ამიტომ ეგ მოსულა რა, სპორტია და ნუ ეგ რომ ერთი მეორესთან ბიფი აქვს და რამე, მაგრამ ამის იქით რა, აი არ არის აუცილებელი შენი მოთამაშე თუ გინდა რომ მაგარ ტიპად გამოაჩინოს, ხვიტი მოთამაშე დააკნინო ამით. და რატო? იმიტომ რომ ბიჭო, მე შინაგანად ხა მე თვითონ შეიძლება რომ სპორტსმენი ვარ, მაგის გამო იმხელა პატივისცემა მაქვს თითოეული NBA, თვითონ ლებრონისაც ხო, რამდენი თვისებებია რაც მასში არ მომწონს. მაგრამ ის რომ აი პატარა ბიჭი, იმის მაგალითად სადაც გეტოში ყოფილიყო ან რაღაცა დრაგ დილერობა დაეწყო ან 1000 კეიდიც რა, მამა არ აყავს, დედა გეტოებში ისეთი სიტუაცია თითოეულმა ადამიანმა და ტიპმა ერთია ძმაო ნიჭის ქონა. მეორეა ჯერ ამხელა კონკურენცია ამერიკაში ამდენი თამაშობს კალათბურთს, როგორი აგებულების ტიპები, როგორი ფრიკები და ამ დროს რომ შენ აი 41 წლის თამაშობ. ანუ რა რუტინა გინდა, ან რა მაინდსეტი გინდა, მაგაში გეთანხმები რომ ეს შეინარჩუნა, რომ აი დღემდე მე არ დამავიწყდება ოლიმპიადაზე რომ ჩააგდო და რომ მოდიოდა ლებრონის წაღარა წვერით და გიჟის თვალებით და მეთქი, ამიტომ უდიდესი პატივისცემა. აქ როცა ვამბობ რომ ჩემთვის მაგალითად კობი შეიძლება ამ ხრივ უფრო აი ეს ტიპი იყო, რომელსაც მოთამაშეებს რაღაცნაირი ის ქონდათ აი დუხი როგორც სიტყვი ან სხვა ქონდა. ამით იმას არ ვამბობ, რომ ლებრონი ან ჩოუკერი ან ვიღაცა ტიპმა რავი ის ეპოქა შექმნა. ტიპი აი დეკადები არის ტოპ 5, ტოპ 3 და საუკეთესო რამდენი ხანი იყო კი ვნახეთ. ამიტომ უდიდესი რესპექტები მაგასაც და თუ გინდა კეიდისაც იგივეს ვიტყვი რა, ანუ ბიჭი რომელიც იქ თამაშობს, ასე გახდა ჩემპიონი, ისე გახდა 38 წლის არის აქილევსიდან დაბრუნდა ტიპი და 25, 6, 5 აქვს და 40, 80 ისევ 40, 50, 90 აქვს. ანუ დაცვაში ერთ-ერთი საუკეთესო ზონი ქონა წელს და მისი ასაკიდან გამომდინარე, ტიპი იქნება ალბათ all team all NBA იქნება მეორე გუნდში, ან მესამე მასში შეიძლება იყოს, თუ სამართლით იქნება, ჩემი მეორეს იმსახურებს და all team defense-ის მესამეში შეიძლება თქვათ მოახვედრონ. ეს ამ ასაკში longevity-ის ამბავში, ანუ ძალიან იმიტომ რომ არ დაგვავიწყეს რომ ანუ ჯერ მუხლის ტრამები რამდენი ქონა, როგორ ქონა და საერთოდ მისის ტრამები ცალკე თემაა, მაგრამ ტიპი აქილევსიდან დაბრუნდა რა და როგორც მინიმუმ ეგ მაინც დაუფასე ადამიანს, ანუ რას გულისხმობ, ვიცი რომ აი ის ნუ იქნება რომ მარტო დაინახო რომ რაღაცა აი ის მუდმივად ის არა ლეგენდები არიან. ჩვენ შეიძლება ასე ვისაუბროთ ხოლმე ხან მე ჩემი მევასება შენ და ასე შემდეგ, მაგრამ ამავე დროს ის რესპექტიც არ უნდა გვაგვიწდეს, რომელიც უნდა გქონდეს სპორტი ამ სპორტის მიმართ და ამ ძალიან დიდი ლეგენდების მიმართ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა განსაკუთრებით ჩვენს მსმენელებს, ჩვენს გამომწერებს, რომ ვინც ამდენ ხანს გვისმინა. განსაკუთრებული მადლობა ილოს. ჩვენი საკალათბურთო მატჩი კი არა, ჩვენი ქრონომეტრაჟი სავარაუდოდ უიმბლდონის ტრიპლ ოვერთაიმში ვარ. უიმბლდონის 5 სეტიანი ფინალის ქრონომეტრაჟს გავცდით ალბათ, მაგრამ იყო ძალიან სასიამოვნო და მე მაგალითად დაუკმაყოფილებლობის გრძნობით ვარ და ალბათ ილოც და ჩვენ რამდენიმე პოდკასტის შემდეგ ჩვენ სტუმარს კვლავ ვიწვევთ ფინალებისკენ სტუდიაში. როკეტის გარდა სხვებზეც ვილაპარაკეთ. ეხლა მე ყველაზე მეტად რაც დამაყდა არის უბრალოდ ეხლა უნდა გამიგოთ, იმიტომ რომ ეხლა სერია მიდის, მაგრამ რეალურად რაც დამაყდა ყველაზე მეტად იმდენი საინტერესო რამე ხდება ლიგაში და იმდენი ტალანტია და იმდენი კაი რამე რომ რაღაცა და ბოლო შემდეგი სეზონი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო. აი ნახავთ რა. იმედია ტრამვებიც თავარია ეგ. მომავალი უკეთესი გველოდება. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ, დაწერეთ კომენტარები, გამოხატეთ თქვენი აზრი, ეს არის თქვენი ჩართულობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. თუ გინდათ ესეთ საინტერესო პოდკასტები, ესეთ მაგარ სტუმრებთან ერთად კიდევ იხილოთ, ეს აუცილებელია თქვენგან მაგას ველით ძალიან გთხოვთ. დროებით. დროებით.